მოგესალმებით ხალხო, მე ვარ ლუკა, ეს არის საბადო, ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომელსაც გვიყვარს და გვაინტერესებს ლიტერატურა. შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ დაგვიწყო პოდკასტი და გაგვიზიარებინოთ თქვენთვის ისეთ რაღაცები, რაც მნიშვნელოვანია. სანამ ტექსტზე გადავალთ და ძალიან მაგარი ტექსტი სანამ გადავალთ, ერთი პატარა ენაუნსმენტი არის. გათამაშება აქვს ისევ და ისევ, ეს არის ხუან რულფოს პედრო პარამო. იმისთვის რომ გათამაშებაში მონაწილეობა მიიღოთ, ეს არხი უნდა გქონდეთ გამოწერილი, ცხადია და რაღაც ნებისმიერ რამე უნდა დააკომენტაროთ. და ვიდეო უნდა დაალაიქოთ. ხო, უნდა დაალაიქოთ ეგ. სამპიროვა ძალიან მარტივი პირობები და მე რაღაცა შემთხვევითობის პრინციპით ამოვარჩევთ ერთ კომენტარს და გამოვავლენთ გამარჯვებულს. ეს წიგნი გვაჩუქა ბატონმა გიორგი კეკელიძემ ბიბლუსთან გამოგვიგზავნეს და გადავწყვიტეთ რომ გავათამაშოთ შემდეგი 4 ვიდეოს მანძილზე და თითო წიგნი. ანუ კიდე გამოგვიგზავნეს წიგნები და კიდე გავათამაშებთ. მადლობა ბატონ გიორგის კიდევ ერთხელ ამისთვის. ნაპოლეონის ვინც მოიგო ის ადამიანი გამოსდით ხალხო და თავიდან მოგვიწევს გათამაშება რა. ხო. ეს წიგნების გათამაშება იმსახურება იმას, რომ წიგნიერება ავამაღლოთ საზოგადოებაში და უბრალოდ გავაცნოთ ადამიანებს ისეთი ტექსტები, რომლებიც მართლა მნიშვნელოვანია და უნდა წაკითხული გქონდეს რა. ანუ ახლა არის რაღაც დიდი წიგნები, რომლებიც ყველა ვიცით და ყველა ვიცით რომ წავიკითხოთ, მაგრამ კიდე არის ისეთი ტექსტები, რომლებიც შესაძლოა შეიძლება გაგონილი არც კი გქონდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ წავიკითხოთ. ხო. ქართულ ლიტერატურასაც გავათამაშებთ ამის მიერ. ზირთადად ქართულ ლიტერატურაც კარგი იქნება. აი, გადავიდეთ მოდი დღევანდელ წიგნზე. დღეს გვაქვს გაბრიელ გარსია მარკესის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. და ეხა ყდაზე მოვყარი პედრო პარამოს ყდაზე მარკესის ფრაზას თვალი და უნდა წავიკითხო აუცილებლად. პედრო პარამო მე რომ დამეწერა მთელი ცხოვრების განმავლობაში არაფერზე ვიდარდებდი და აღარაფერს დავწერდი. რა თქმა უნდა. ხო, ამიტომ აი ესეთ წიგნს ვათამაშებთ. ხო და ვინც მოიგებს, ბედნიერი ადამიანი აღმოჩნდება. თან რომ ეს ტექსტი გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა არის ალბათ მარკესის პატარა ტექსტებში ჩემი მომიგდო. ჩემი ფავორიტი ტექსტია პატარა ტექსტებში. მართლა? პატარა ტექსტებში. პატარა ტექსტებში, ხო, მარტო ვისასწავლზე. მოდიში მომწონია, არ ვეკარები. ხო, არ ვეხები ხა მაგათ რაც არ უნდა იყოს. პირველი აბზაცით თუ რამე შესავალი. შესავალი გავაკეთოთ, ესე იგი, უნდა ვთქვათ, რომ, ნუ ჯერ ესეთი სათაური აქვს მარკესი ზოგადად რაღაცა ძალიან ლამაზი სათაურებით და ესეთი ალბათ სათაურებში ყველაზე მაგარი ავტორია, სხვა კომპონენტებს თავი დავანებოთ, იქაც ექნება პრეტენზია, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ლამაზი სათაურები აქვს რა. ერთი ყოფის აუტანელი სიმსუბუქე თუ მივა ამასთან რაღაცა ისეთია, კარგად რომ მოგხვდება ყურში ვანეტა რა არის. ხო და ეს სათაურიც რაღაცა ძალიან ისეთია. პირდაპირ ტექსტის შინაარსი წერია 3 სიტყვაში რა. ნუ ქართულ თარგმანში 3 სიტყვაში. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. და უნდა ვთქვათ, რომ ეს რაღაცა რა ამბავიც არის მოკლედ მოთხრობილი, არის დაფუძნებული რეალურ ამბავზე. ნუ ჯერ რა ამბავი არის წიგნში ეგ ვთქვათ. მოკლედ არის ამბავი ქორწილის შესახებ, მოიყვანს კაცი ქალს ცოლად, მაგრამ დააბრუნებს იმავე ღამეს, იმიტომ რომ არ აღმოჩნდება ქალიშვილი. ამ ქალის ძმები გადაწყვეტენ, რომ მოკლან ის ადამიანი, რომელზეც ეს დაიტყვის, რომ ამასთან დავკარგი ქალიშვილობაო და მოკლავენ. ოღონდ ეს მკვლელობა წინასწარ ცნობილია, იმიტომ რომ სათაურშიც და პირველ აბზაცშიც, რომელსაც წავიკითხავთ, გასაგებია ყველაფერი. და ეხა რა რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. ნუ იგივე ამბავი არის ზუსტად 1951 წლის 22 იანვარს მოხდა ეს ამბავი. ძმებმა ვიქტორ და ხოაკინ ჩიკა კალასებმა მოკლეს ახალგაზრდა სტუდენტი კაიეტანო კიმენტო ბოდიში. რადგან მათი და მარგარიტა უკან დააბრუნა ქორწილის ღამეს არა ქალიშვილობის გამო სიძემ ესე ვთქვათ მიგელ რეიეს პალენსია. და როგორც ამბობენ, მარკესი იცნობდა ამ პროტაგონისტების ოჯახს, ესე ვთქვათ, და აქედან აიღო ეს ამბავი და გადააკეთა ისე, როგორც გადააკეთა და საკმაოდ ოსტატურადაც. ანუ ეს თქმა მინდოდა, რომ მოკლედ რეალურ ამბავზე დაფუძნებული ფილმების შესავალი რო დაფუძნებული არის. ცუდ გახმოვანებაში რომ ამბობ. ხო და დავიწყოთ, მოდი პირდაპირ იმით, რა ქვია, პირველი აბზაცით გინდა წავიკითხო? კი. იქამდე წაიკითხე. ხშირად ესიზმრებოდა ხეება. კი ბატონო. კაი. ზოგადად მარკესის დასაწყისები ახლა რო ძალიან გამორჩეულია სათაურების გარდა, ასევე აი ეგეც მეორე კომპონენტი. რატომ ყავდა პირველი? კი, შენთვის დასაწყისები საუკეთესო. კაი. იმ დღეს, რა დღესაც უნდა მოეკლათ, სანტიაგო ნასარი დილის 6-ის ნახევარზე ადგა, რათა გემით მომავალ ეპისკოპოსს დახვედროდა ნავსადგურში. დაესიზმრა ვითომ ლეღვის ხეების ტევში მიაბიჯებდა. სასიამოვნო ცრიდა და სულ რაღაც ერთი წამით ბედნიერი იყო. მაგრამ გამოღვიძებულს ისეთი განცდა აჰყვა, თითქოს ჩიტების სკორეში ამოსწრილი იყოს. ხშირად ესიზმრებოდა ხეები. მითხრა დედამისმა პლასიდა ლინერომ 27 წლის შემდეგ, როდესაც წვრილად იგონებდა იმ დაწყევლილ ორშაბათ დღეს. მე მგონი აქამდე იყოს. ორშაბათ დღეს. მოკლედ, ანუ ეხა რას ვარკვევთ ამ პირველი აბზაციდან. ერთი ის, რომ
აქ არის ადამიანი ჩასული, რომელიც 27 წლის, დაახლოებით 30 წლის მერე იკვლევს ამ ამბავს, რა მოხდა? მეორე იმ დღეს, რა დღესაც უნდა მოეკლათ. ანუ ეს მკვლელობა უკვე წინასწარ ცნობილი იყო, ყველა მიცოდა თავად სანტიაგო ნასარის გარდა, დედამისის გარდა, ხო. და კიდევ ერთი კომპონენტი. გემით მოდის ეპისკოპოსი ამ დღეს და კიდევ ერთი სიზმარი ნახა. ეხლა ეს ყველაფერი უნდა ჩავშალოთ აუცილებლად რა. მე მაგამდე ერთი რაღაცის თქვა მინდა. ლიტერატურაში ამ პერიოდის ლიტერატურაში არსებობს ორი სახის დასაწყისები, არის ბორხესის დასაწყისები და მარკესის რა. ბორხესი აკეთებს იმის სრულიად საპირისპიროს, რაც ეს აკეთებს. რომ პირველი სიტყვაზე ერთი აბზაცი ან ერთი გვერდი ანუ პატარა ნამიოკებს გიგდებს, რაზე იქნება ტექსტი რა. ხო. მეტი არაფერი და მე ანუ თან გეუბნება რომ ეხა მე მოგიყვებით ამბავს, დაახლოებით ამაზე და მე გიყვება ამბავს, რომელსაც შეკრავ. მარკესი აკეთებს სრულიად საპირისპიროდ. რომ აიგრევე გაჯახებს რა, რომ იცი რა მე ეხა მოგიყვები ამბავს, სადაც ვიღაცა მოკლეს. ხო. და თან ანუ ნიშნავენ ისა რომ მაგას რო გეუბნება, ხო ხვდები რომ ესე იგი აქ რას მეუბნება ძალიან მნიშვნელოვანად უნდა გავითვალისწინო. და ამასობაში კიდე პატარა დეტალებს გაწვდის, რომ იცი რა ეგეც ხოლმე უნდა გაითვალისწინო. და ეგ ზუსტად ნავსად გულში რომ უნდა გამოიაროს ეპისკოპოსმა სიზმარი რო ესიზმრება რაღაცეები, ეგეც და დედამისს რო ეგეთი რეაქცია აქვს 27 წლის მერე. ეგეც დიდი ამბავია რა. კი, კაი ის იყო, კაი შედარება იყო ბორხეს და იმას შორის, ანუ ბორხესთან არის უფრო რომ ძირითადად უყვარს ის ფორმა, რომ ვიღაცა ადამიანი მოდის და ისყვება ამბავს. ანუ შესავალს უკეთებს ეგრე. თან ეხა მარკესის სხვა ნაწარმოებებიც რო გავიხსენოთ, მარტოობის 100 წელიწადი, როცა პირდაპირ ანუ დახვრეტის ბოლოდში მყოფია აურელიანე ბურენდია. ან პატრიარქის შემოდგომა, სადაც პატრიარქი პირდაპირ მკვდარი არის და ეგრე იწყება წიგნი. აქაც ყველა მიცის რომ უნდა მოკვდეს. ანუ აქ არ არის ანუ მარკესთან ყოველ შემთხვევაში ამ ჩამოთვლილ სამ ნაწარმოებში არ აქვს იმას მნიშვნელობა ფინალი როგორ იქნება, იმიტომ რომ ყველამ ვიცით ეგ. თავარი არის როგორ მივალთ ამ ფინალამდე რა, ანუ ამბავს როგორ მოყვება ავტორი ეგაა მუღამი და არა ის რას მოყვება რა ეს. ხო, ზუსტად. და კიდე ეგ მეორე თავი განსხვავება, აი ხა ბორხესი იმიტომ ადარებ რომ ახლოს არიან. ერთ ნობელი აქვს მეორეს არა, მაგრამ ხო. ბიჭო, რაღაცა 18 გასვლან ერთი აუღია იმ დღეს გავიგე. ბორხეს აუღია ერთი ნობელიო. როდის აიღო არ არა, არა, გასწყვილია. არა, ბორხეს ნობელი არ აუღია პოლიტიკური მიზეზების გამო. ხო, მეც ეგრე მახსოვს და ერთს ანუ ამას ხო ნობელი აქვს. და იმას სერვანტესის პრემია აქვს, ბორხეს სერვანტესის პრემია აქვს. ამას ეგ არა აქვს, ხო? ეგ მაგარი მომენტი. მაგრამ ნუ ეს მარკესისთვის ბორხესი ძალიან გავლენიანი ფიგურა, ანუ გავლენა მოახდინა ბორხესს. ო, მე მგონია რომ კუღმა მოვავი, იმიტომ რომ სადაც ბორხესი ჭეშმარიტებას ეძებს, მარკეს არ ადარდებს. პირიქით არის რა. აი ფოლკნერმა მოახდინა ეგ გავლენა. ხო, მე გავლენა რომ ჭეშმარიტებას არ ეძებს, ეგ კი. მოკლედ, ანუ ერთი ვთქვით, რომ წინასწარ ცნობილი როა მაგაში რა არის ანუ ამბავი, ის რომ ზოგადად მარკესი ეგეთი მწერალია და საერთოდ ფეხებზე კიდია რა, თუ გინდა წაიკითხე ბოლოს, იგივე ეწერება რაც თავში. იმიტომ რომ ანუ სანტიაგო ნასარი მოკლეს, თავშიც ეგ წერია, ბოლოშიც ეგ წერია. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ანუ სპოილერები არ არის რა მარკესთან რა, უნდა ჩაიძირო ამბავში. ეგ ძალიან ლიტერატურული მოვლენაა. მეორე, მე ძალიან მიკვირს ანუ ეს კოლუმბიური თუ სამხრეთ ამერიკული კონტექსტია თუ ანუ ყველა რა ადრე იღვიძებს. ანუ ცოტა შემცხვა რა, იმიტომ რომ 6-ის ნახევარზე იღვიძებს, ვიღაცა იქ სხვა პერსონაჟები 5-ზე, 3-ზე გააღო იმას საერთოდ რაღაცა ის რძის ფარდული ამ კლოტილდე არმენტა. ანუ ვერ მივხვდი რა, ძალიან ადრე იღვიძები და მზეს ოტია იოსელიანს რო აქ ის ინტერვიუში რო ამბობს რომ უნდა მოასწრო მზეს ადგომაო, ეგეთი პრინციპით არის რა, ხო. სხვათა შორის ძალიან ისეთი რა ქვია. ზოგადად სასიამოვნო ხალხია, ოღონდ საინტერესოობის გაგებით სამხრეთ ამერიკელები. მე მგონია რომ მასკულინურობის თვალსაზრისით ამაც უხეში იყოს გრუბ. მაგრამ საინტერესოდ გრუბ კაცებზე სხვები ვერ წერენ რა. მარკეს სკოლის ხო? არა, სამხრეთ ამერიკელებზე. ანუ ხო არის რა, ქვეყნების მიხედვით რომ დაყო რომ ვის როგორი პერსონაჟები ყავს. აი ფრანგებს მაგალითად ლამაზი კაცები ყავს. ნუ ფრანგებს ვერც ეყოლებათ ახლა ამათი. ხო, ესენი ლამაზები არის, ფემინური ლამაზი კაცები ყავს. ამერიკელებს თავისუფალი კაცები ყავთ უფრო ისეთები რა. კი. როგორებიც არიან რეალურად პერსონაჟები. ისახება რა. ინგლისელებსაც უფრო რაღაცა ისეთი. მოვიდა გიყარი? ხო, აი რაღაცა. მართლა ეგეთი კაცები ყავს. არც ფრანგები არიან, არც ამერიკელი რაღაცა. როგორც რეალურად არის რა, რომელსაც ეგრე და. ამათ ყავთ აი გრუბი რა, დანაგები. ამათ ყავთ აი შეიძლება ღამე ძილში მაჩეტე გაგიყაროს ყელში. აი ეგეთი პერსონაჟი. რაღაც მომენტში რომ მოკლავენ შენი ნაწლავები გიჭირავს აი ესე ხელში და მიდიხარ სახში. აი ეგ ბოლოს სცენა რა მაგარი იყო აი. თან ბიჭო ბოლოში ხო არის რომ ნაწლავებიდან იფერთხავს იმას.
მიწას. ეგ ძალიან ბიბლიური სცენა იყო. და თავარი რაც იყო მაგ ბოლოს სცენაში იყო, რომ ანუ აი ოჯახი სადილობს და ეს სანტიაგო ნასარი, რომელიც არის გამოფატრული მუცლით და ნაწლავები ხელში უჭირავს, აი ესე ჩაუვლის და მიდის სახლში გამარჯობა მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით. დედა თქვენი როგორ არის და თან ნაწლავები ხელში უჭირავს, მიდის სახლში. აი სასწაულის სცენა. მიწა ხარ მიწად იქეცი შო? არა, ვიცი, გამანებე თავი. ჩემი ნაწლავები შემართ. ჩემია. ხო, სახელზე უნდა ვთქვათ. მოკლედ, ესე იგი ჯერ უნდა ვთქვათ სანტიაგოზე და მე უნდა ვთქვათ ნასარზე რა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს სახელი ყოველ შემთხვევაში ამ ინტერპრეტაციით, ეხლა რასაც ვიტყვი, გამოვა კონტრადიქციული, ურთიერთსაწინააღმდეგო სახელი და გვარი ერთმანეთს უპირისპირდება. და როგორ? მოდი ჯერ ნასარზე ვიტყვი, იმიტომ რომ უფრო მარტივია რა. ნასარი და ზოგადად სანტიაგო ნასარი და მისი წარმომავლობა არის არაბული. გვარიც არის არაბული. ესენი არიან კოლუმბიაში, ყოველ შემთხვევაში სამხრეთ ამერიკაში, სადაც ხდება ამ წიგნის მოქმედება, იმიგრირებული ადამიანები. ეს არის დაახლოებით მესამე თაობა სანტიაგო, როგორც ვიცი. ანუ მნიშვნელოვანი არის ის, რომ არაბული გვარი აქვს და თან ნასარი ძალიან გავს ნაზარეველს. საიდანაც გავდივართ ქრისტეს. ეს ერთი. ეხლა გადავიდეთ სანტიაგოზე. მოკლედ მე რაც ვნახე, ძალიან უჭირთ ამ სახელის ინტერპრეტაცია, ანუ რას ნიშნავს სანტიაგო. ნასარი ყველასთვის მარტივია, ნუ ყურითაც ნაზარეველი და ქრისტეზე გადიან. მაგრამ სანტიაგოს გასაგებად საჭიროა ესპანური კულტურული კონტექსტის შემოყვანა. უნდა დავიწყოთ ქრისტეს მოწაფეებიდან, იაკობ მოციქულიდან, რომელმაც გაავრცელა ქრისტიანობა იბერიის პირენეს ნახევარკუნძულზე, მოკლედ რა, თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიაზე იაკობ მოციქულმა გაავრცელა ქრისტიანობა. ანუ მათთვის გარდა იმისა, რომ რაღაცა წმინდანია და ქრისტეს 12 მოციქულიდან ერთ-ერთია, ესპანელი კათოლიკეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მათთან, როგორც ჩვენთან ანდრია პირველ წოდებულია და წმინდანინო, იმათთვის არის იაკობი. 44 წელს იერუსალიმში აღესრულა და ну გადმოცემის თანახმად მისი სხეული ჩაასვენეს ну მაშინ რა ქვია კუბოში, ოღონდ სახელი სხვა ერქვა დამავიწყდა როგორ მოიხსენიებდნენ და გადმოცემის მიხედვით ზღვით ეს კუბო მივიდა ესპანეთის ტერიტორიამდე რა. შემდეგ უნდა შემოვიყვანოთ არაბების კონტექსტი. ანუ ჩვენ ვიცით რომ ჩრდილოეთ აფრიკას არაბები იპყრობენ დაახლოებით მე-7 საუკუნეში და კონკრეტულად ჭირდება აქ მავრები, რომლებიც 697 წელს ცხადი ახალი წელთაღრიცხვით იღებენ ისლამს და შემდეგ ეს არაბები გადადიან თანამედროვე ესპანეთის და პორტუგალიის ტერიტორიაზე და იქ ავრცელებენ ისლამს. მათგან მე-8 საუკუნიდან მე-15 საუკუნემდე არიან იქ და მათგან გათავისუფლებას, ანუ ქრისტიანების მხრიდან პროცესს ქვია რეკონკისტა. გადმოცემის თანახმად იყო ერთი ბრძოლა, ოღონდ ისტორიკოსები ამას უარყოფენ და უფრო მითიურ სარტყელში თავსდება, რომელშიც ქრისტიანები აგებდნენ მუსლიმებთან და მათ გამოეცხადათ წმინდა იაკობი, ცხენზე ამხედრებული და მან დაეხმარა არაბების შემოსვლაში. ოღონდ იგი დაეხმარა არაბების შემოსვლაში. ოღონდ იაკობი ინგლისურად იმ მითიურ ეს იგივე იაკობია ვინც გაავრცელა ცხადია ინგლისურად მას ქვია Saint James the Moor Slayer ანუ მავრების შემოსვლელი მაგრამ იმად რა ქვია ესპანურად ქვია Santiago ხო Santiago ქვია და შესაძლოა განსაკუთრებით იმიტომ რომ ეს ესპანურ კათოლიკურ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, სწორედ მისი სახელი ერქვა ამ პერსონაჟს. თუ ეს ასეა და ამ ინტერპრეტაციას გავყვებით, მაშინ ერთი მხრივ სანტიაგო, როგორც არაბების შემოსვლელი ქრისტიანი წმინდანი და ქრისტეს მოციქული, რომელიც თავიდან საერთოდ არ იყო, რომელიც მოწამე არის და არ იყო არავის მებრძოლი და შემდეგ იქცა მითოსურ მებრძოლ პიროვნებად, მისი სახელი და არაბი გვარი ერთმანეთს უპირისპირდება, იმიტომ რომ სახელის მატარებელი ვის სახელს ატარებს, იმან მოკლა ის წარმომავლობა, ვის გვარსაც ატარებს. აი, აქ ეხა გავჩერდები და ეგ რას უნდა ნიშნავდეს, მაგაზე ვილაპარაკოთ. ხო, იმიტომ რომ გვარშიც ქრისტეურევია, ნაზარეველი, სახელშიც ქრისტიანიურევია და ქრისტეს მცველი. მაშინ გამოდის, რომ ამ ადამიანს სანტიაგო ნასარს
საკუთარ თავში უნდა კონდეს რაღაც შიდა დაპირისპირება, რომელიც ერთ ვერსიას ვიტყვი ახლა. აბა. რომელიც სრულ მესიობას და ჭეშმარიტ მესიობას მოიაზრებს. და იმიტომ რომ ნახე, მთელი ეს პერსონაჟი ძალიან გავს ქრისტეს. ხო. თუნდაც ერთი ეპიზოდი რო ავიღოთ ბოლოსკენ, როგორ კლავენ, ხის კარზე აკრავენ რა. და ნუ ეხა რავი, ხის კარზე რო აკრავენ, თან პირდაპირ ხელში, ხო, ქრისტესავით, პირდაპირ მარკეს წესო ქრისტესავით. ანუ ხელში უკეთებენ იმას, რა ქვია, ჭრილობას და აი ხელით აკრავენ რა. რაც პირდაპირ ქრისტეა. ხო და ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ეს ადამიანი, ანუ სანტიაგო ნასარი სანტიაგო ნასარში არის რაღაც ქრისტესავით ორი ბუნება, ოღონდ ღვთიური და ადამიანური არა რა. ერთი რაღაცა ეს გვარის ბუნება, მეორე ეს სახელის ბუნება. და ეს რო უპირისპირდება მან რომელი იმარჯვებს, წარმოდგენა არ მაქვს. მე სხვაჩვე შეიძლება პროლოგი დაგეხმაროს მაგაში ის რო არის, მაიცა. როგორ არის ქედმაღლობითაც შეიძლება სიყვარულს მისწვდეო და ქედმაღლობაში თუ ჩაუთვლით იმას, რომ გვარს კლავს სახელის გამო ამ პირიქით, რომელიც გინდა რო აირჩიო, ანუ გაიყვანს რა მაგ ინტერპრეტაციას. მე ხა ჩემი აი სახელის ხო, გიშმეთ. ამ ბავში მე ჩემი ის უნდა შემოვიყვანო რა. გეთანხმები, ნუ ნასარის. ეს უფრო ისტორიულია. ხო, ნასარის ამბავზე გეთანხმები სრულებით. უბრალოდ მე მაგ ეგეთი ახირება მაქვს ხოლმე, როდესაც ინტერპრეტაციებს ვცდილობ რა. ვერ ვიტან, როდესაც თუ წერალი სპეციალურად არ აკეთებს იმას, რომ ანუ რაღაცა ბიბლიური ინტერპრეტაცია სპეციალურად პირდაპირ არ გაძლევს, რომ კი ეგ არის და შეეშვი მაგას და ტექსტს მიყევი, თუ მაგას არ აკეთებს და რაღაც ნამიოკებს გიგდებს პროსტა. უკვე უნდა ჩავეძიო რა, აი ფოლკნერს ჩვევია რომ პირდაპირ გაძლევს და აღარ ჩაეძიო, აღარ ვეძიები მორჩა. არა, მარკესი ეგეთ წერალი არ არის, მარკეს უყვარს ბიბლიური ისინი ბორხესისნაირია მაგ კონტექსტში, ეგ გავლენა ბორხესისგან აქვს ჩემი. კავკასაც. კი, კავკას გავლენაცაა დიახ და მე უბრალოდ არ მიყვარს, როდესაც პირდაპირ ხედავ, რომ ეგ უეჭველი ეგრეა და მივყვები მაგას. ხო, ცხადია. მე სიმართლე რო გითხრა, ანუ ამ პერსონაჟის ინტერპრეტაციაში ადამის ელემენტი უფრო შემომაქვს ვიდრე ქრისტეს ელემენტი რა. იმიტომ რომ რეალურად ჩემთვის პირველ ცოდვის ელემენტი დგას ტექსტში. ანუ იქიდან გამოსვის ტექსტი დგას. ქრისტეს ამბავი ამ ძალიან მისმის რომ მართლა შეიძლება ეგ იყოს, იმიტომ რომ ეხა მართლა მიკრულია იქ იმაზე გაკვეთისას ამომე რომ ქრისტე რომ სახელში ქრისტეურებია და უბრალოდ მე ან მაგ ინტერპრეტაციას რომ მივყვები რომ ქრისტეს ნაწილს ვივიწყებ და ადამიანის ნაწილს მივყვები. ანუ ეს შენი არგუმენტი კიდე ჩემთან ის შემოდის რომ რეალურად სახელაგვარი იმაში შეიძლება რომ მისი მრავალბუნებობა დამიმტკიცდეს რომ ისე ერთი ადამიანი არ არის, ანუ ერთი რაღაც კი არ არის, ის წარმომავალია ყველაფრის. ხო, ანუ მთელი სამყაროს კომბინაცია ადამიანურობის მასშტაბით რა და ხო, გამომადგა შენი ინტერპრეტაცია იმაში, რომ ადამი დამესვა უფრო მეტად რა. ადამი დასაწყისშიც არის. ბიჭო, შენ ის გინდა სამება თქვა? ბიჭო, სამების არ მომწონს სამების ინტერპრეტაცია. ანუ სამების ინტერპრეტაცია აქ არ მინდა, იმიტომ რომ აი დეიდის თუ ნაცრის სცენარო შემოვიდა. მაშინ პირველ აბზაცზე უნდა ვთქვა აუცილებლად ისიც, რომ აქ არის პირდაპირი ალუზიები და აი ეგრე ჩამალული, რაც შენ თქვი რომ მარკეს უყვარს დამალულებიო, აი ეგრე არის დამალული პირდაპირ ბიბლიის დაბადების თავიდან რაღაც ფრაზები რა. მოდი წავიკითხავ ჯერ მარკეს, მერე დაბადებას და მერე განვიხილოთ. მოდი როულიდან წავიკითხავ პირდაპირ რა გიმიწერია. ესე იგი აქ დასაწყისში არის ნახსენები ლეღვის ხე, რომელიც ესიზმრება. პირველი დასამახსოვრებელი ლეღვის ხე, აი დაესიზმრა ვითომ ლეღვის ხეების წევრში მიაბიჯებდა. მეორე პირში საძაგელი გემო აქვს, რო გაიღვიძებს რა. ვიცი ეგ საწერია? ხო, ნუ მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს? მოკლედ, ლეღვის ხე, პირში საძაგელი გემო და მესამე ტანგაუხდელად ეძინა. აი ეს სამი რაღაც ავიღოთ ახლა. აი ხა წავიკითხავ დაბადებიდან ფრაზას. ეს არის დაბადება 3-7. ლეღვის ხეზე. აეხილათ თვალი ორივეს, ანუ ადამსა და ევას და მიხვდნენ რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს. ანუ ამ ფრაზიდან ამოვალთ იმაზე რომ ტანგაუხდელად ეძინა და ლეღვის ხე. თუ აქ არის ბიბლიური ალუზია, მაშინ ცხადია ლეღვის ხე ნიშნავს პირველ ცოდვას. და ტანგაუხდელად იმიტომ ეძინა, რომ მასში იბადება სირცხვილის ცნება. ანუ ის როცა იღვიძებს, უпростоრად როცა იძინებს, მაშინ უკვე ედემის ბაღიდან გამოდევნილია. იმიტომ რომ სირცხვილის გზნობა აქვს. ხო, ოკეი. ანუ გაუჩნდა და გამოდევნის პროცესში. ყოველ შემთხვევაში ის მდგომარეობა 6-4-ის აღარა აქვს, დაკარგული აქვს. ხო, განცდითად კი. პირში რო საძაგელი გემო აქვს.
ეგ იმას ნიშნავს, რომ ან წინადღით რაღაცა ჭამა დაწოლამდე, ან ამ დილით ჭამა. ყოველ შემთხვევაში გავდივართ იმაზე, რომ ამ დილით ჭამა. რატო? იმიტომ რომ დედამის შეუძლია სიზმრების ახსნა, ამას ვერ ხსნის. შეუძლია მხოლოდ ერთი პირობით. თუ უზმოზე ხარ, აქ ვერ ხსნის. ვერ დამებაინა მეცა. ხსნის თუ ხო, ვერ ხსნის. უკვე მახსნის. ანუ ხო რა ფაქტია რომ ვერ ახსნა ამის სიზმარი რა. მაგაზე მიგვანიშნებს ის რომ ერთი თუ ამ ნასარს პირში მწარე გემო აქვს, ესე იგი უზმოზე არ არის და ჭამა და თუ ბიბლიაზე გავდივართ, მაშინ აბა გამოვიცნოთ რა ჭამა. ეს ნიშნავს რომ უკვე მაშინ ცოდვის იდეა დაიბადა. კიდევ აქ წერია რომ ნასარი გრძნობს წამიერ ბედნიერებას, ზუსტად ესე წერია. ეს ცხადია პირდაპირ იმაზე გაგვიყვანს რომ ადამი და ევა ვაშლს როცა ჭამს, წამიერ ბედნიერებას გრძნობენ, მაგრამ მერე ოპა უცებ იწყება სიკვდილის ცნების შემოსვლა. ეს უწერია ნესტან გატიანს თავის პატარა ზომის აკადემიურ ნაშრომში. ანუ კრიტები არ დაუკარგეთ. კრიტები არ დაუკარგეთ რა თქმა უნდა. ანუ დასაწყისი ზუსტად ემთხვევა ბიბლიური დაბადების თავს. და ნუ ცხადია ამას მივყავართ, ამას გამოვყავართ ქრისტეს ინტერპრეტაციიდან და შევყავართ ადამისა და ევას. ხო, მე უკვე ძმები უნდა შემოვიყვანოთ. მან თან მნიშვნელოვანი დანამატებიც გვაქვს. იმ გოგოს სახელი დამავიწყოთ თუ გამახსენებთ. ანხელა. ანხელა ხო. ანხელა ბოლოს რას აკეთებს? ანუ ქსოვს. ანუ შემოსვის ელემენტში აბიჯებს, ესე ვთქვათ და დედამისი იმიტომ ეგ ძალიან მაგარი ამბავია, ეგ ძალიან მოწონს. დედამისი იმიტომ ვერ ახერხებს უზმოზე თუ არ ხარო ახსნას ეგ ხო რეალურად იმის ახსნის ამბავი კი არა ზიარების ის არის გადათამაშება რო ეზიარო უზმოზე ხო უნდა იყო და უზმოზე რო არ ხარ ვერ ეზიარები რა მაგის გადათამაშება კიდე ეგ ეხა ეგენი საერთოდ რატომ მნიშვნელოვანი რა ეხა მაგას რო ვაკეთებ ვიცი ეგ ერთი წუთი ეგ უნდა გავყვეთ ეხა მაგას კაი ის იყო ანუ ზიარების იდეა თუ არის აქ დედამისი რო ვერ ხსნის სიზმარს ვერ აზიარებს თუ ნაზიარები თუ უკვე ვეღარ ახსნის სიზმარს. არა, ვერ სიზმრის ახსნა ზიარება. ვერ აზიარებს, ხო, სიზმრის ახსნა არის ზიარება, ხო, მართლა. და ვერ აზიარებ რა. თუ ვერ აზიარებ, ჯოჯო. და მან დაარღვია ეგ. ხო, და რეალურად ტექსტი რას აკეთებს რა? ანუ მთელი ტექსტის მანძილზე ვიცით რომ კვდება, ვიცით რომ რაღაც შუაშიც არის, ანუ შუაში არის სცენა, სადაც მორგში ვარ და მისი გახსნარი ის არის, მაგრამ უშუალოდ სანამ არ დაგვიდასტურდება ის რომ mesela ნასარი მოსაკლავია, სანამ არ დაგვიდასტურდება ის რომ ცოდვილია, სანამ არ დაგვიდასტურდება ის რომ ედემის ბაღიდან უნდა გამოვდევნოთ და სანამ არ ნახავს ეპისკოპოსი, რომელიც რეალურად ღმერთის ანალოგია არის, ხო? ისე რომ ღმერთმა დაინახა, მიხვდა რომ ამან შეცოდა და ვსიო მაგის მერე უკვე ტექსტი მიდის იქამდე, რომ საბოლოო ჯამში ვკლავთ მას და ვდევნით ედემიდან რა. და რეალურად იქამდე ესენი ხო იქამდე ეგ ძალიან ხადაობა ინტერპრეტაცია მე ძალიან მომწონს. იქამ ანუ ესენი ხო იქამდე მისდევენ ამას მოსაკლავად, სანამ ღმერთი გაიგებს რომ ეგ ყველაფერი მოხდა. რეალურად ღმერთი ის საქმე რო არ არის. ღმერთი ეპისკოპოსია. სანამ ეპისკოპოსი შეხვდება, მაგამდე უნდათ რომ მოკლან, იმიტომ რომ არ გაიგოს ღმერთმა რომ ედემში სოდვა დატრიალდა. და ცდილობენ რომ აირიდონ ეგ ყველაფერი თავიდან, მაგრამ ეგ რო ვერ ხდება, მე ესენი ჩერდებიან ამას მომენტში და ცდილობენ რომ არ მოკლან. ანუ ყოველთვის იხვეწებიან ძმები რომ არ მოგვაკლან, გაგვაჩერეთ. მაგრამ ვერავინ ვერ აჩერებს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ედემში რო ხარ სიკვდილის არავის ჯერა. ანუ რატო არ აჩერებენ? ანუ ეგ შეკითხვა გამისდა მე თავიდანვე რა, რატო არ აჩერებენ? აი მაგის მეტაფორული ახსნა ისაა რომ ედემში ადამიანი ვერ მოკლდება, შესაბამისად ეს უბრალოდ ანუ არიციან რას ნიშნავს რომ მოკლა. ხო, სიკვდილის ამბავი არიციან და მეორე ამბავი რატო ვიღარ კლავენ არის ის რომ ცოდვა არ უნდათ რომ ჩაიდინონ რა. მაგრამ მე რო ხვდებიან რომ ცოდვა აღარ გამოდის, იმიტომ რომ ის არის ცოდვილი და რეალურად ცოდვის საპირისპირო საკეთები, იმიტომ რომ ცოდვას იშორებ თავიდან. მაგიტო კლავენ რა. ნახე, თუ შენ ამბობ რომ ამ საზოგადოებას სიკვდილის ცნება არ აქვს, იმიტომ რომ ედემში არიან და ედემში სიკვდილი არ არსებობს. მაშინ როგორ ხსნით დასაწყისს? იმიტომ რომ აქ როცა იღვიძებს ნასარი უკვე არის ცოდვილი, უკვე ვაშლინა ჭამი აქვს და უკვე სირცხვილის ზნობა უკვე ედემში აღარ არის. მაშინ მარტო ნასარი არის გამოდევნილი ედემიდან? ხო და არა, მე არ ვამბობ რომ ედემიდან გამოდევნილია, როცა იღვიძებს. აბა? არ არის, ანუ ედემში ხდება მთლიანი სიუჟეტი, ედემში კლავენ. ანუ რეალურად ერთი ინტერპრეტაციით ედემი აღარ არის მას მერე რაც ცოდვაში აღსრულებულია. ან მას მერე რაც ქალიშვილობა დააკარგვინა იმ გოგოს, მაგის მერე აღარ არის ედემი. ან მეორე ვარიანტი ისაა, რომ ჯერ კიდე ედემია და ცდილობენ რომ გამოაძევონ ნასარი მისი სიკვდილი. ანუ შენ ამბობ რომ ნასარის მკვლელობა არის მსხვერპლი, რომელსაც საზოგადოება იღებს ედემში დასარჩენად? ცდილობენ რომ ეგ მსხვერპლი გაიღონ და მაგ მსხვერპლის გაღება უწევთ ძმებს.
ანუ ეგ რეალურად ხო ერთი ინტერპრეტაციით ესენი აბელის და კაინის ის გამოდიან ერთი რაღაც ინტერპრეტაცია ეგ არ მოწონს მე საერთოდ არც მე ვერ ვხსნი მაგას ხო მოიცა როგორ გამოდიან ანუ ეს არის ძმები რომლებიც ერთმანეთის მოკლის მაგივრად მოკლეს ისაო ხო მამა არა ძღვენი გამოდის ნასარი იმისთვის რომ შეუშვან ანუ იმისთვის რომ რეალურად ერთადერთი ვარიანტი სადაც აბელი და კაინის სწორი ინტერპრეტაცია გამოდის არის ის რომ აბელი და კაინი ძღვენს წირავენ ღმერთს რომ დატოვონ ედემში და ეს ძღვენი არის ნასარი მაგრამ აბელი და კაინი უკვე გამოდევნილები არიან მაგით არ მიჯერა მეც არ ვიცი ან არის რომ ღმერთს კლავენ როგორც ბორხეს ხო მეორე ვარიანტია გამარა არ გამოდის აიღო ამას არ გამოდის აზრი არ აქვს მაგას ნუ კაი ეგ ედემის ბაღის ამბავი ძალიან კომპლექსურია და ჩახლართული შეიძლება ძალიან დავა ეპისკოპოსის იმაზე გეთანხმები რომ ეს არის რაღაცა თითქოს მამა ღმერთი რომელიც არ ერევა ამათ ცხოვრებაში საერთოდ და თითქოს თავისუფლება მისცა და ეპისკოპოსმა რო თქვას რომ გაჩერდება ყველა მაგრამ არაფერს არ ამბობს მეორე ვერსიით ეპისკოპოსის პერსონაჟი თვითონ შეიძლება იყოს უფრო სოციალური კონტექსტიდან რო ამოვიდეთ და ავტორიდან ჩვენ ვიცით რომ მარკესი მემარცხენე იყო პირწავარდნილი ნუ სამხრეთ ამერიკელი ავტორებისგან გასაკვირი არ არის მაგრამ ხო ნუ კასტროსთან ფიდელ კასტროსთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მემარცხენე იყო და მემარცხენეებს განსაკუთრებით მემარცხენეებს რაღაცა რელიგიური ინსტიტუტების კრიტიკა ახასიათებთ ხო შესაბამისად ის რომ ეპისკოპოსი არ მოდის და ფეხს არ დგამს პლუს ამას ის რომ ის იქ მამალი ფიგურირებს მამლის ბიბილოები რო სჭირდება იმიტომ რომ მაგის სუპი უყვარს მამალს გავყავართ პირდაპირ ქრისტეს გაყიდვაზე რა და აქ ლაზარე მაღლაკელიძეს რომელიც მოხსენიებულია აქ რატიანს უწერია მამლებმა გასცეს ეპისკოპოსის მიერ ღმერთის გზის უარყოფა ანუ ის რომ მამლის ბიბილოების ჭამა მოწონს ეგ ნიშნავს რომ პეტრესავით ყიდის ქრისტეს და მანდ არის თითქოს რელიგიური ინსტიტუტების კრიტიკაო. ანუ მოკლედ ორი ხაზი არის, ერთი სოციალური, ერთი ეგ, რომ ეს ეპისკოპოსი მამა ღმერთია ფეხს არ დგამს, სადაც უფრო კაი პერსონაჟი გამოდის, აქეთ უფრო კრიტიკა. აქაც არ გამოდის კაი პერსონაჟი. რატომ? ბიჭ მარკეს ეგ ევასება. ანუ ბიბლიურ ზოგადად ეგეც სახინდება. კრიტიკა არ არის, უბრალოდ უკმატრიალებენ რა. ანუ ბიბლიურ სიუჟეტებს იღებენ და კაი გავიგეთ რომ ბიბლიურ სიუჟეტია და მოდი აბა ადამიანურ კონტექსტში შეგახედებ რა. და რას დაინახავს? ხო, რა გამოდის? ხო. გამოდის ძალიან მაგარი რაღაც უფრო რა. ეგ ლიტერატურული გაგებით უფრო საინტერესოა. ხო. ანუ გულისხმობთ იმას, რომ რაღაცა რაც უკვე ესე გვაქვს აღქმული, რომ ეს ესე მოხდა და კი ბატონო ეს ესეთი პერსონაჟია, ნუ ბიბლიაში ესეთი პერსონაჟია, მერე მწერალი იღებს ამას და სხვა კუთხით გვანახებს და აბა ეხა როგორი გამოდის. უბრალოდ სხვა მხრიდან განახებს და მაშინ გამოდის ის როგორი აღქმაც გვაქვს ეხა ჩვენ აქ ეპისკოპოსის მიმართ. და არ ამგონია რომ სასიამოვნო შტაბ-ეშტილება დარჩეს ვინმეს ეპისკოპოსის მიმართ რა. ნუ ყოველ შემთხვევაში ინტუიციით. რაღაც თქმა მინდოდა. მოდი ძმებზე ძმებამდე საქმროზე თუ საქმრომე რო თქვა. არა, იყოს. საქმროზე მინდა თქვა, ჩემი წარმოგიდგენთ საქმრო არის ის რა. ბაიარდო სან რომანი. არა, მაგარი კაცია ბიჭო. კი არ უნდა გვევასებოდეს, მაგრამ ძალიან მაგარი კაცია. ჩემი აზრით საქმრო ის არის რა, ლუციფერია. მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში. ინტერპრეტაცია რო შეუკრა რა, მეტი მიდი შეკარია, მაგრამ ხო მეტი აღარავინ მჭირდება ეგ არის, ეგ ჯდება საბოლოოდ ლუციფერად რა. ანუ ოღონდ წარმოგიდგენე რა ცუდ დღეშია რა. და ანგელოზზე ქორწინება ახელაზე. ხო, ლილიტზე. ოღონდ რა ცუდ დღეშია წარმოგიდგენე. მიდიხარ, უნდა შეაცდინო, ანუ შენი დანიშნულება ეგაა რომ უნდა შეაცდინო, რაღაცა ცოდო უნდა დაატრიალო აქ და უკვე მოხდა. ანუ რაღა საქმე დაგჭირა, რაღა დაგჭენია შენ რა. აღარაფერი საქმე არ გაგიძახა. რეალურად ხო ეგეთი პერსონაჟია. აქეთ იგი დარბის და ვეღარაფერს ვეღარ აკეთებს, იმიტომ რომ მისი საქმე აღარაფერი არ გაკეთებულია, მის საქმე ვიღა უნდა გააკეთოს. ანუ კი არა უკვე გააკეთეს, მაგრამ რაღა უნდა გააკეთოს რა. და ასე გაბრაზებული ამ ხალხს უკან აბრუნებს, იქ რაღაცეებს ხვართავს, ანუ ვითომ რაღაცებს, მე მოდის მიყავს სადღაც, რა ვიცი და ესე უსაქმრობაში მე ბერდება რა. საყვარელი პერსონაჟი. რა არის ირონიული? საბოლოო ჯამში, ანუ ეს ხო არის ამბავი სანტიაგო ნასარის მკვლელობაზე რა. მაგრამ რეალურად ამბავი სრულდება იმით, რომ რის გამოც მოხდა ეს მკვლელობა, მაგას მე ეს ორი ადამიანი, ბაიარდო და ანხელა ერთმანეთს აპატიებენ და მაინც ერთად ბრუნდებიან და გამოდის რომ
სანტიაგო ნასარი არის ტყუილ უბრალოდ მოკლული, იმიტომ რომ თუ მაინც ერთად უნდა ყოფილიყავით, თქვენ ოჯახის შენებულებო. ბარემ რაღაც კლავდით ხო იმ ადამიანს. ეგ ერთი და მეორე. ოღონდ მოიცა, ამით რა გამოდის, რომ ანუ ამბავი არის რეალურად სიყვარულზე და არა სიკვდილზე. ქედმაღლობა და რა არის ეპიგრაფ, მოდი კიდე წავიკითხოთ. ქედმაღლობითაც შეიძლება სიყვარულს მისცდე. აგერ ბატონო ორი ქედმაღალი პერსონაჟი, ანხელა და ბაიარდოს ან რომანი და საბოლოო ნუ ორივე ეს არის ცოტა ამპარტავანი პერსონაჟია. ხო და მან ფაქტია რომ მისცდნენ. კი, მან შეკითხვა და შემერე რელიგიური და ძალიან შეკითხვა გამოდის. როგორია, რა შეკითხვა? შემთხვევით ედემიდან რო არ გამოედევნათ ადამი და ევა. ეშმაკთან ხო არ იქნებოდა საბოლოო დევა. აუ შენ ახლა ძალიან ბრაზილიური სერიალი ჭართე. რატო? არ არის თუ რა. ადამი თუ მოვაშორეთ სურათიდან საბოლოოდ ვის რჩება ევა? ნახე, მაგაზე ხა შეგეწინა. ორი კაცი, ბოდიში ორი კაცი ხო ახია, ადამს ახია, ორი ქალია ახია, ადამიანს ეშმაკმა, ლუციფერმა. ახია ევაც და ახია ლილიტიც. ეს ლილიტი ვინ არის და ევა ვინ არის აქ? ლილიტი არის ხალხმერთია რა რეალურად, ანუ ორივე ერთი და იგივეა ამ შემთხვევაში. ანხელა არის ორივე, ლილიტიც და მე მაგაში ვერ გეთანხმები. აუ ამ წიგნებმა ხო თვიძა იყო. მაგაში ფოლკნერი ტყუილა არ გვიდევს ამდენი. ფოლკნერი ტყუილა და არ გადავარდნილა უკან. მისი სული აქ არის. ანუ მაგაზე ვერ გეთანხმები, ანუ კარგად არ მესმის და იმიტომ რა. ეგ იმის ადამი რო ესაა და ისისა, იმიტომ რომ აი რა ასე თქვა მინდოდა დამავიწყდა. უხ ფოლკნერი. ანუ ნახე თუ არა ვერ ვიხსენე მაგაზე. ბიჭო, ეშმაკის გასაკეთებელი საქმე ადამმა წინასწარ შემთხვევით გააკეთა. არ უნდოდა და შემთხვევით გააკეთა. ალბათ. გამახსენდა. ხო და აი მაგაზე პასუხობი ხა ნახე. გაგახსენე. რა ვიცით რომ სანტიაგო ნასარმა დააკარგინა ქალიშვილობა ქალბატონ ანხელას? მიშოლა რა დააკარგინა. როგორ არ აქვს მიშოლა? მე უფრო ის მომწონს რომ არ დააკარგინა კაცო. ხო და ანუ ნახე. მე უფრო ეგ მომწონს. თუ არ დააკარგინა და თუ არაფერი არ ესაქმება საერთოდ ამ ანხელასთან სანტიაგო ნასარს. მაშინ გამოდის რომ ორმაგად ტყუილად შეწირულია რა და თან ეს უფრო ქედმაღალი გამოდის. მაგრამ მაგ ლოგიკაში არ გამოდის რომ ამ ბაიარდომ წაართვა მისი თავი იმას ნასარს რა. იმიტომ რომ თან იქ ანხელა წაართვა თორე ესე პირდაპირ წაართვა არ არის მართალი ხარ კაცო. თან ანუ ის არის რომ ანხელა როცა ამბობს ვინ დააკარგინა ქალიშვილობა, ჭირდება ძალიან ცოტა დრო. მარკესი წეს რომ იმდენივე დრო, რამდენიც სახელის წარმოსათქმელად ჭირდებოდაო. ანუ მაგალითად რო შეეკითხეს სანტიაგო ნასარი, ეგრე რა. ხო და ეხლა ჯერ გულში თქვი და მე. ხო. ხო. ანუ მესმის ხო, რასაც ამბობ. საწყალი სანტიაგო, ან ეგ უბრალოდ მაგას ადასტურებს. საწყალი სანტიაგო ნასარი. არაფერი არ დაუშავებია დედამიწის ზურგზე, არაფერი არ გაუფუჭებია, კაცი იმას შვება. ხო და არც რომ მესია არის და არც ნამდვილი მესია. უბრალოდ ტიპია რომელიც მოკლეს რა. ხო, აი როგორი თემა ის შეეტენა. ყველა აბსოლუტურად ყველაფერი შეეტენა. ხალიწიაში ანუ სიკვდილი შეეტენა რა. ანუ ყველაფერი რაც ანუ არ ცუდია, ანუ უძლური კრისტეობა ხო შეეტენა ამ საწყალს. ხალხი არასწორი ამბავი სიკვდილი ყველაფერი შეეტენა ვაფშე. და ეს თან ამ წარმოგიდგენთ გამოდის რა კაი სიზმარი ესიზმრება დილით. გამოდის ბედნიერად თეთრები აცვია, თეთრი აცვია ტიპს. იქეიფა გემრიელად. ხო, კარგად ცხოვრობს. რაღაცა თვითონაც უნდა რომ ეგეთი ქორწილი გადაიხადოს, ფიქრობს მომავალზე. ანუ ვაფშე არ არის უძულური ქრისტე კაცო, აი სისულელე მგონია მე, ან პირიქით ძალიან თავშებული ტიპია, აი გასაქანია, საზღვროდ დიდი, მიდის ეპისკოპოსი რომ დაინახოს, იმიტომ რომ სიამოვნებს, კაც უკან აგზაზე კლავენ. რა შერჩი აგინდა შეიში, ხო? ევატა ძმები, აბა ძმებიზე გისმენ? ძმებამდე მოიცა იმის თქმა მინდოდა რომ ანხელა ერთ ეპიზოდში, აი ფრაზას წავიკითხავ წიგნიდან რა. ვინ იყო სანტიაგო ნასარი ანხელამ გულგრილად უპასუხა? ჩემი ავტორი. ეს რას უნდა ნიშნავდა ეს მაგაზე ერთი ორი სიტყვა ვთქვათ რა. ანუ რატო ამბობს რომ ჩემი ავტორიო? რას ნიშნავს? ერთი შეიძლება იყოს რომ მისი ამბის აღმძვრელი პერსონაჟია, ანუ მთელი მისი სასიყვარულო ამბავი და ის სიყვარული მისი არის გამოწვეული სანტიაგო ნასარის არსებობით უბრალოდ რა. ანუ სანტიაგო ნასარს არ იარსება, შეიძლება არც შეყვარებოდა ანხელას ბაიარდო. იმიტომ რომ უყვარდება მას შემდეგ რაც დააბრუნებს. რო არ დაებრუნებით. თან ჩემი ავტორი რაღაც ძალიან ლიტერატურულ თეორიებში შევყავართ ამ იმას რა ქვია რა. ანუ თითქოს ეს არის ადამიანი, რომელმაც დაწერა მისი ბედი.
ერთმანეთის ბედი დაწერეს, ესე ვთქვათ რა. ბედის წერის ისეთი გაგებით, ჩვენეული გაგებით, რომ რაც გიწერია ის მოხდება. კი. მაშინ გამოდის, რომ ანხელა ებრძოლება თავის ავტორს. ანუ, ნახე, პერსონაჟი უბრუნდება ავტორს და საკუთარ ბედს თვითონ დაალაგებს. ანუ მარკესი რო ჯდება და წერს, რომ აი ანხელას ეხა ეს მოუვა, ანხელა დგება, უბრუნდება და ეუბნება, რომ არა, ეხა მე რაც მინდა ის მომივა. და მაგიტო ამბობს სანტიაგო ნასარის სახელს, მაგიტო უგზავნის იმ წერილებს, წერილების წერა ნიშნავს, რომ საკუთარ რეალობას თვითონვე ქმნის, ანუ თვითონ წერს. ანუ მეტაფორულად არის ნათქვამი, რომ ანხელა წერს წერილს მაგივრად საკუთარ პერსონაჟს. ხო, თავის სამყაროს ქმნის. ხო, და მაგიტო სრულდება ისე, როგორც სრულდება სიყვარულით, იმიტომ რომ ამის რეალობამ ავტორის ჩანაფიქს ძლია რა. და მაგით ცოტა დროიდან ამოვარდნილია წიგნი. ხო. ანუ იმიტომ რომ ამ პერიოდში ეგეთი იდეები მთლად პოპულარული არ არის. ცოტა უფრო პოსტმოდერნული ხედვაა ეს. კი, პოსტმოდერნული ხედვა. პოსტმოდერნულზე უწერიათ რეიმონდ ვილიამსი, ერთ-ერთი კრიტიკოსი წერს, რომ პოსტმოდერნული ტექსტია და ამოდის კითხვიდან, ვინ დააკარგინა ანხელას ქალიშვილობა. ეგ გაურკვეველია, ანუ ობიექტური რეალობა არ არსებობს. ხო, არა. გარდა ამისა, ის მთავარი პერსონაჟი და მაგაზეც უნდა ვილაპარაკოთ. ძმებზე და მთავარ პერსონაჟზე. ნარატორზე. უეჭველი, ხო, ნარატორზე. ხო, მთავარზე კი არ ნარატორზე. ეს ნარატორი როცა ჩადის და მასალებს რო კრებს, ხო. იმ მასალებს, რასაც კრებს, აი ციტატას წავიკითხავ. გამომცემლის გვარი არც ერთ გვერდზე არ იყო მოხსენიებული, მაგრამ აშკარად ჩანდა ეს გახლდათ ლიტერატურის ციებ-ცხელებით შეპყრობილი კაცი, ვინც დაწერა 30 წლის წინ ეს ამბავი რა მოხდა. დოკუმენტები შეაგროვა. ხშირად მიმართავდა ლირიკულ წიაღსვლებს, რაც სულ არ შეეფერებოდა იურისტის მკაცრ ხელობას. 500 გვერდიდან 322 გვერდი მოაგროვა მასალების და იქაც ლიტერატურის მოყვარულის ნამუშევარია რა. ანუ რაც წერია, ეგ არის ისეთი ადამიანის დაწერილი, რომელიც როგორც მოეპრიანება, ისე წერს. ხო, სანდოობაზე უნდა ვიდეოთ, იმიტომ რომ აშკარად იმ ტექსტებში, რასაც კითხულობს, არეული არის წარმოსახვა და რეალობა. მაგას კიდევ ერთ ლიტერატურის თეორიაში გავყავართ, რომ საერთოდ ისე პოსტმოდერნიზმზე გვაბრუნებს და ეს ძალიან ბორხესული ისაა, რომ არ არსებობს ზღვარი წარმოსახვას და რეალობას შორის. არ არსებობს ზღვარი პერსონაჟს და ავტორს შორის, ტექსტს და ნამდვილ სამყაროს შორის და არ არსებობს ობიექტური რეალობა. ამ კუთხით ეს ძალიან პოსტმოდერნული ტექსტი გამოდის რა. ხო, პოსტმოდერნული ტექსტი არის. იმაზე ძალიან კაი შენიშვნა არის სიყვარულის ამბავს რო ეგრე უტრიალებ, მე ბოლოში რო იმაშევი. რა დაუტრიალდათ თავში ეგეთი? ანხელას და იმ ტიპს რა დაუტრიალდათ? ანხელას ხო არ უყვარს? ანხელას შეუყვარდა მას მერე რაც დააბრუნა უკან? ხო, არა, რაც სანტიაგო მოკვდა მას მერე. ნუ ხო, სანტიაგო მოკვდა? ხო. კაი, მე კარგად არ მახსოვს ეგ ზუსტად როდის მოხდა. მაგრამ ფაქტია რომ მაშინ არ უყვარდა, როცა ცოლად მოიყვანა. არა, ხო. აბრუნებს ის, ესეუბნება რომ სანტიაგოსთან დავკარგე და მე მიდიან სანტიაგოს მოსაკლავა და დაბრუნება და მე წლების მერე უყვარდება. წლების მერე უყვარდება. მერე უყვარდება. ანუ სანტიაგოს არსებობა მისთვის იყო დამაბრკოლებელი, რომ შეყვარებოდა სანტიაგოს არსებობა მის ცხოვრებაში არის განმაპირობებელი იმისი, რომ ეს ქალი თავის ადამიანურობას, თავის ადამიანურ ბუნებას ვერ განიცდის მაქსიმალურად. სანტიაგოს სიკვდილის მერე, რაც სანტიაგოს კი არ ებმის, არამედ ებმის საზოგადოებას მის ირგვლივ, რომ სანტიაგოსთან მიმართება, რაც აქვს საზოგადოებას მის ძმებს, რომ მოკლა უნდათ, ვიღაცებს რომ უყვართ იმას, რომ ამ ქალს არ აძლევს ქედმაღლობის საშუალებას. და მას მერე რაც სანტიაგო კვდება და მისი ძმები ციხეში არიან, ანუ მას მოშორდებიან, ანუ დამდაბლდებიან მის თვალში, მას ეძლევა საშუალება, რომ მის ქედმაღლობა გამოვლინოს. ის ქედმაღლობა, რომელსაც გაუტოლდება იმ კაცს. შესაბამისად, სანტიაგოს სიკვდილი არის აუცილებელი კომპონენტი და ალბათ მაგით ვამბობს, რომ ჩემი ავტორიაო. ეგო, რომ ავტორი თუ გამოდის, ესე გამოდის ის გასაღები, რომელმაც გააღო მისი ბუნება და გამოაშკარავ ის ქედმაღლობა, რამაც მე შეაყვარა. იმიტომ რომ ტექსტის დასაწყისში ყოველთვის არის ის ნამიოკები ჩაგდებული, რომ ეს ქედმაღალი გოგოა რეალურად. ანუ ისეთი რა ქვია მაგას. კარგი ადამიანი არ არის, როგორც გქონია რა. ცოტა უფრო სხვანაირია. ხო არ გავს შემთხვევით ამ კაზა რეალურად გავს. და მე რომ გამოაშკარავდება ეს გასაღები რომ გაიხება სანტიაგოს სიკვდილი ცივ გაუშვი რა მიუშვი. და რეალურად სანტიაგოს სიკვდილი ხომ მაგას აკეთებს ყველა პერსონაჟში აბსოლუტურად, ყველა პერსონაჟს სხვადასხვა ატრიალებს რა. ეს ეხა ნარატორი ხო მაგის ნათესავია, ნაცავი არა ახლობელია რეალურად. დედამისი არის ამის ნათლია. დედამისი ან მამიდამისი. რომელიღაცა მაგორიდან არ მახსოვს რა ქვია. თუ ბიძაშვილი.
არ მახსოვს. მოკლედ ნათლისავი, არა იმიტომ რომ ნათლია თუ არის რელიგიური კონტექსტი. ხო, კი, ნათლია თუ მამიდან არის ეგ ქალი არ მახსოვს. ხო, ამის შემოგვაქვს მაგას. ვიკარიოები არის მთხრობელის ბიძაშვილი. და დედამისი არის ნასარის ნათლია. ამ ვიკარიო მის ლუი სანტიაგო არის დედამისი გვარად და მის გამო დაარქვეს სანტიაგო ნასარს. და ნათლია არის თან. აჰა. ეგ მე მგონი შენი თავდაპირველ ინტერპრეტაციაში გამოხდება ძალიან მაგრად. ხო, და ყველა აი ხო, ანუ დაждდება. ხო, ეგ არის. რელიგიური პასაჟი დაждდება. თან ის სანტიაგო იყო იოანე ნათლისმცემლის ძმა. გეიგე? ხედავ? აგერ დაგიჟდა. ხო და უბრალოდ სანტიაგოს სიკვდილი მაგას აკეთებს. მარტო იმის გასაღები კი არ არის, ანხელას გასაღები კი არ არის, საზოგადოების გასაღებია, რომ გახდნენ თავისუფლები რა. ანუ მიეცენ იმ ვნებას, რომელიც აქვთ. დედამისს მაგალითად მიეცეს გვემის ვნებას. ანუ შვილის დატირების ვნებას მიეცეს. აი ეს ქალი ანხელა მიეცეს ქედმაღლობის ვნებას. ნარატორი მიეცეს ლიტერატურის მიუხედავად იმისა, რომ სხვა რაღაცაა, ლიტერატურის შექმნის ვნებას მიეცეს რა. და ეგ ამბავია სრულიად. ძმები მიეცნენ ანუ იმ ვნებას, რომელიც აქვთ რეალურად მათი ვნება ხო ის გათახსირებული ბუნების სტარება. და მაგას აკეთებს მარკესი რა, გენიალურად აკეთებს. ზუსტად, ანუ რეალურად ერთადერთი რაც ამ ისტორიაში შეცვალა მარკესმა, არის რომ პასუხი ანხელასი შემოიტანა ისტორიაში. ზუსტად. ვინ დაგაკარგინა ქალიშვილობა? სანტიაგო ნასარი. აი მაგით. მე გარი კვანძი ამ ნაწარმოების რა. და მაგიტო სრულდება მე ზუსტად ისე როგორც სრულდება სიყვარული. მე მარკეს გენიალურ რაღაცას აკეთებს. რომელი უფრო ლამაზია? იყო ჩუმად და რაღაცა ლამაზ ქორწილში რაღაცა ესე გაერთო და ის გასაღები გადატრიალებული არ იყოს, თუ გადატრიალდეს გასაღები ვიღაცა ციხეში იჯდეს, ვიღაცა სახლში მარტო იჯდეს და ქსოვდეს, ვიღაცა შვილს იტირებდეს, რომელი უფრო ლამაზია. და მარკეს გეუბნება რომ ხადია რომ მეორე უფრო ლამაზია. თან აქ არის, ნუ მაგიური რეალიზმი, სადაც მორალის ცნება არ არსებობს. არის მორალი არ. ანუ რაღაცა არ არსებობს მოკლედ ჩვენეური გაგებით აქ მორალის ცნება რომ ვიღაცა შეიძლება მართლა არ დააკარგინა ქალიშვილობა, მაგრამ მოაკვლევინა რა. ეგ სრულიად ნორმალურია ამგვარ ტექსტებში. კი. ანუ იგი იმის გამოძიება უნდა დავიწყოთ რომ მართლა ეს არის დამნაშავე თუ არა, აგეს მნიშვნელობა არ აქვს რა. ეგ ბორხესისგან აქვს ჩემი ეს დაღებული. კი, ეგ ბორხესი მაგაში რა ეხლა. ნუ არ დავაკნინოთ მარკეს თუ შეიძლება რომ ბევრი ადამიანისგან გამოსდის რაღაც სახება. ლიტერატურული გაგებით აღებული თორე ეს ეხლა პლაგიატი და ესა. საზოგადოებაზე ერთი-ორი სიტყვა თქვათ და მე ძმებზე გადავიდეთ. ეს ძმები შემოვიდოვეთ და შემოვიდოვეთ. ხო, შემოვიდოვეთ. როგორც თვითონ ითრევდნენ ფეხს, ისე ვითრევთ მაგას შელაპარაკ. მეტაფორულები ვართ. ძალიან. საზოგადოება. საზოგადოება. თუ აკვირდები როგორი საჯარო ხალხია რა. ანუ რამდენად გამჯდარია მათ კულტურაში საჯაროობა. ნებისმიერი რიტუალი არის, ანუ გასაგებია რომ ქორწილი რაღაცა ეპისკოპოსის მოსვლა ეგ არის ძალიან ისეთი საჯარო რიტუალი განსაკუთრებით პატარა ქალაქისთვის, იმიტომ რომ პატარა ქალაქი მაგით ხასიათდება, რომ ჯერ ისეთი ყველას იცნობს და მე ყველა არის თანამონაწილე ერთი დღეობის, ერთი ამბის. ანუ ამის გარდა ამბავი, რომელიც წესით ყველაზე დამალული უნდა იყოს, კვლელობის ამბავი. ყველაზე საჯაროა. და ეგ ძალიან უცნაურია რა, იმიტომ რომ აქ ბევრჯერ არის ახსენები ტრაგედია. რომ ანუ თითქოს ეს არის რაღაცა ბერძნული ტრაგედიის მსგავსი. წინასწარ ცნობილია ამბავი, რაც უნდა მოხდეს და მოდი ეხა ავტორი როგორ გადაათამაშე, როგორ მიგვიყვანს აქამდე. კლასიკური ბერძნული იდეა. მაგრამ აქ არის ერთი მოდერნული ამბავი დამატებული. როდესაც მაყურებელი და სპექტაკლში მონაწილე ადამიანები, ანუ მსახიობები, არ არის გამიჯნული ერთმანეთისგან. იმიტომ რომ საზოგადოება, მე მგონი, უფრო მეტად მონაწილეობს ამ ტრაგედიაში, ვიდრე თავად ტრაგედიის გმირები. და მაგით რაღაც ერთგვარ ხიდს აგებს მარკესი ბერძნულ სამყაროსთან და თანამედროვე სამყაროსთან. თან ამაში რთავს ქრისტიანობას. და ეგ ძალიან მაგარია. და კიდევ ერთი ექიმის სახელი იყო, ისა რა ქვია, დიონისიო. ხო და რატო ქვია ექიმს დიონისიო? ეს ექიმი რატო იკარგება, არსად არაფერს არ აკეთებს, მის ფუნქციას ვერ ასრულებს თუ არ ასრულებს. თითქოს ეს მიანიშნებს იმას, რომ რაღაც ხიდი ალბათ ბერძნულ სამყაროსთან დაიკარგა რა. ანუ დიონისიო რო ქვია, მაგედან გავდივარ. დიონისიო. ხო, მესმის. ანუ უბრალოდ ექიმის ფუნქცია არის რომ გვიშველოს და
ხრება ეგ ექიმი. თან ანუ როცა კაი ვეღარ გვიშველა და მოკვდა კაცი. ხო შეიძლება რომ გაკვეთო, გამოიძიო, არც მაშინ არ არის. ანუ მაგას თან მაგ ფუნქციას, რაც ბერძნულმა სამყარომ უნდა შეასრულოს, ასრულებს ამ საქმის უცოდინარი მღვდელი, რომელიც წარსულში რომელსაც წარსულში რამდენჯერმე უცდია ადამიანს გაკვეთა. ანუ ქრისტიანობის და ბერძნული სამყაროს საკმაოდ ესეთი საინტერესო შეპირისპირებაა და თან საინტერესო ხიდია, რომელიც აშკარად ჩატეხილია რა. თანამედროვე საზოგადოებაში. თან კაი აღნიშნა იქ მომეწონა ძალიან. ახალი ხარ მაგაში. დიონისო თქე ვერ გავიქ. დიონისე ვერც მე. აუ რაღაც უნდა მეთქვა და მომეწონა. ორი რაღაც უნდა მეთქვა. ორივე მახსოვს. საზოგადოებაზე? ხო და საზოგადოებაზე უნდა მეთქვა რაღაცა და მაგის მე კიდევ ორი რაღაც მქონდა საქმე. აუ სიკვდილის სცენა უბრალოდ იმის თქმა რომ მარკეს აქ გენიალური უნარი რომ ყოველად ფიზიკური გახადოს სიკვდილი. ყოველად ფიზიკური იყოს და აი ეს რაღაცა ლიტერატურაში რო არის რომ ის თუნდაც ჰორაციო კარგად იყოს და ლაერტი რო კვდება რომ როგორ რეალურად ფიზიკურად ხო არ კვდება რეალურად აი ეს ემოციური სიკვდილი აქ რომ მომიტევე რაღაცა და ბიჭო აქ მაგ მორალს ეძახიან მორალის ელემენტს ეძახიან მაგას სიკვდილში მაგრამ არ მომწონს იქ აღნიშნო არ. აი დაუშვათ მორალის ელემენტი დავარქვათ სიკვდილში. ეს სრულიად ცლის მაგ მორალის ელემენტს. არავით არ მორალის ანუ ღირსეულობა. ხო ღირსეულობის რაღაც ეგეთი ელემენტს ეძახიან. არ ვიცი. მე არ მომწონს ეგ ამოვიდა. მარკეს მაგისგან სრულიად ცლის ტექსტს რა. ეს არის უბრალოდ მოკლა. ანუ სრულიად აფიზიკური. თან მაქსიმალურად ხორციელი ხო აფიზიკური. მაქსიმალურად აღწერილი. ეგეც ბორხესთან ენათესავება მაგას. აი განსაკუთრებით სხვა დუელში არის ეგ რომ აი იქ არის ზუსტად ეგეთი ამბავი რომ შეჯიბრი არის ვინ უფრო წინ წავა როცა მოკლავენ. ანუ მოკვდინების მდგომარეობაში ვინ უფრო წინ წავა და ერთმანეთის სიზღით ეჯიბრებიან ერთმანეთს და ეს ფიზიკური ის არის აღწერილი ძალიან. ეგ უყვართ სხვათაშორის სამხრეთ ამერიკელებს. და ძალიან ისეთი ავტორები არიან რა, აი ვინც არის წამყვანი სამხრეთ ამერიკელები რომ ადამიანის სხეულთან იმდენად ახლოს არიან და ეს ფიზიკურობა, ფიზიოლოგიურობა იმდენად გამჯდარი აქვთ რა. აი ცოტა უცნაურია, მაგრამ რო დაუკვირდე მარკესის რომელიმე ნაწარმოებში თუ არის ისეთი ტექსტი, თუ აქვს ისეთი ტექსტი, სადაც განავალი მოხსენიებული არ აქვს. რა აქვს. ანუ ოღონდ თან განავალი ეხა ისევ თქვი რა, კულტურულად. ამას არ აქვს. აი რაც შეიძლება მაქსიმალ თან პერსონაჟები არის რო ერიკავებენ და რაღაცა. ძალიან ფიზიოლოგიური ავტორია რა, ძალიან. მაგას სპეციალურად აკეთებს, ანუ თან აქ ნასარის ამბავშიც ხო არის რომ ნასარის ამბავშიც არის ოქროს აღმოაჩენენ იმაში განავლის და აჭამის რაღაცა ნალექების ნარევში წარმოიდგინე ეგ უბრალოდ ადამიანებს იქ ძალიან უყვარს მარკეს და ძალიან მაგარი ამბავი გამოსდის რომ ანუ ადამიანურ მასშტაბს გიქნის უდიდეს ოღონდ თავისი სიმახინჯით, თავისი ფიზიკურობით, თავისი ამორალურობით, ოღონდ ამორალურობას არ ეძახის მაგას, ანუ ბუნებრიობას ეძახის. ხო, ეგ მისთვის ბუნებრივი მოვლენაა. და ძალიან ამაზია. და ეგეც რაღაცა ამბობს რომ ტაბუები არა. არავით არის. ფიზიოლოგიური ტაბუ არ არსებობს. იმიტომ რომ ხო აქ რაღაც მოთხრობა სადაც რაღაც 70 წლის, 14 წლის ნაღლიანი მეძავების გახსენების. და ეგ რეალურად მაგარი ამბავია, იმიტომ რომ ის მარკეს გეუბნება რომ ბიჭო შენ ხო ჭამ, შენ ხო გძინავ, შენ ხო იღვიძებ, შენ ხო არსებობ, ცხოველი ხო ხარ არა და პლუს ამას ხო გაქვს ისეთი ბუნება, რაც გათახსირებულობის ნაწილია. ხო და რავი რა გინდა იყავი ეგეთი რა გაანებე თავი. მორჩა. ძალიან ამაზე ეგ ფოლკლორისგანაა აღებული კაცი. და ეგ ბერძნულის შორის ხიდი ეგეც ფოლკნერიდან ფოლკნერზე დგას ეგ ხიდი ზუსტად ხო. თავიდან მაგრამ მე მგონი ეს უფრო ვერ ხედავს რას? ანუ ნახე ფოლკნერთან უფრო ჩანს ის ბერძნებთან კავშირი და ამასთან არ ვიცი აი. არა ხო, მაგაში მართალი ხარ, მე მაგას თავისი ახსნა აქვს უბრალოდ რა. ფოლკნერი უფრო ისეთი როჟა იყო ყოველთვის, მოკაუბოიო. თლად ეგეთი არ იყო, მაგრამ დალევა. დავიწყეთ ავტორის ცხოვრებიდან ამოსვლები ბატონო ლუკა. თუ როგორ არის ეგ? როცა ფოლკნერს ეხება საქმე, მე ამოვალ. იმის იქით არ ამოვალ. არა ის ეგეთი იყო, უფრო თავისუფალი იყო და იმისთვის უფრო მარტივი, იმისთვის უფრო იმას არ უწევდა იმის სოციალური იმების კავშირების ეგრე დანახვა დიდად არ სჭირდებოდა რა. ეს თავისუფალი სამყაროც მისთვის ძალიან ხილული იყო. მარკესისთვის ნაკლებად ხილული იყო, თან სოციალისტია უფრო რა. ის უფრო სოციალისტისთვის ცოტა რთული იქნება ბერძნულთან. ხო, ცოტა საკმაოდ არა საკმაოდ რთული იქნება. რო ხედავს კიდე მიკვირს რა. და რო ხედავს ფოლკნერის გავლენა. არ არის ეს კაცი სულით სოციალისტი. არ არის, არა. სხვათა შორის იმის თქმა მინდოდა რა ქვია. პერუში რომ მოვიდა აუგუსტო პინოჩეტი, მაშინ ეგ ხო ულტრამემარჯვენე დიქტატორი იყო და ეს არის რო ფიდელ კასტრო და გაქანებული მემარცხენე და რომ მოვიდა მაშინ თქვა რომ აი ხა ეს სანამ არ გადადგება, არაფერსაც არ გამოვაქვეყნებო. და ნუ ეხა გავიგერო ძალიან დიდი ფიგურაა და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ალბათ კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხრეთ ამერიკელია და მწერალი მსოფლიოში
მაგრამ ნუ ეხა პინოჩეტისთან ამერიკის ზურგით სუფეხებზე ეკიდა მარკესი გამოუშვებდა თუ არა წიგნს. და ნუ რო არ გადადგა გამოუშვა ეს. აი ხა რასაც განვიხილავთ. ხო და ეს ამობერო ყველაზე არამარკესული ტექსტია. ხო. აუ იმაზე მინდა უთხრებ თქვა, იმიტომ რომ ერთ დამოწვა სამების იდეა აქ ტექსტში როგორ დავსვია. ერთი სცენა, სადაც ამის ნათლია, გაიგებს რომ ნასარი უნდა მოკლან და შვილთან ერთად თავის შვილს მოკიდებს ხელს პატარა ბავშვს, 7-8 წლის ბავშვს მოკიდებს ხელს და მიყავს რომ გააფრთხილოს ნასარი რომ მოკლავინო და ვერ მიუსწრებს რა უკვე სიკვდილის სცენა რომ ბოლო ადამიანი ვისაც ნასარი დაინახავს არის მისი მამი და არის თუ ნათლია ვერ გავიგე ნათლია ვინ ეს ქალი ნარატორის დედა ნათლია მისი ნათლია დაინახა ბოლო ადამიანი ხო არის მაგას ხო ხედავთ ნათლიას ანუ შევების იდეა როგორც სადღაც წამიკითხავს ორი წლების წინ კარგად არ მახსოვს ჩდება ეგრე რა რომ ტექსტში ჭირდება სამი პერსონაჟი ასაკით სრულიად განსხვავებულები რა ერთია ძალიან პატარა ერთი შუა ხნის რა ჩვენ ხელა ცოტა დიდი ნასარი ჩვენ ხელა და უფროსი ადამიანი ჭირდება და ეს სამი სვავს ამ სამების ბუნებას რა იდეას და ამ ტექსტში როგორც მე მივხვდი არ ვიცი რომ სწორად მივხვდი ჩდება ეგრე რომ ეს ქალი ამ ბავშვს ეხა ხო ფიქრობ რომ ბავშვი ხო პრონელა წავა არა დატოვე ბავშვი გაიქეცი კაცო მაგრამ ბავშვი იმიტომ მიყავს რომ აჩვენოს რომ ანუ ეს არის შენი ბუნება და იცოდე რომ შენმა ბუნებამ შენ გამო თავი გაწირა და შენ შეგიძლია იყო თავისუფალი. ანუ შენ ანუ ვიღაცა როგორ რაღაცა იცი აი ქრისტეს ჯვარცმისთვის რო გეყურებინა ეხა შენ ხო გესვენება რომ შენ გამო ვიღაცა შენი ცოდების გამო ვიღაცა შეეწირა. შენ ხო უფრო თავისუფლად იცხოვრებდი იმ ყველაფერს მე ნაკლებად ცოდვილად და მეტად საკუთარი ბუნებით. ანუ მეტად საკუთარი სუფთა ბუნების გამოვლინებით. არ ვიცი. უფრო მეტად შეცოდავდი? არა, უფრო მეტად არ შევცოდავდი. ხო მაგას უფრო ნაკლებად შეცოდავდი. ეცდებოდი რომ ნაკლებად შეცოდო. ნორმალურ ადამიანი როცა ხედავს რომ მის გამო ვიღაცა თავს წირავს, უფრო ნაკლებად უფრო შემსუბუქებოდი სულიერად მაგას ვისმო? კი, ბევრად. ნუ ხო, ცხადია, ნუ ხსნა არის, ხო, შენ გამო მაგას უკეთებს ბავშვს. რო ხსნას აჩვენებს, რა აი შენ. ხო, მაგრამ ის ვინც ეწამა. ხო. ეგ ხო არ არის რეალურად ნამდვილი წამებული. არა, მაგრამ ამ ქალისთვის არის. ნათლულია. ამ ქალისთვის არის. მაგრამ ამ ქალისთვის არის უცოდველობის სახე. მისი ნათლულია. მაგიტო ვკითხო ანეჯერ თუ რა მნიშვნელობა აქვს მაგრამ კითხველის პერსპექტივიდან ანუ საკრალურობისგან დაცლილია კი სრულიად ეგ სამება კი სრულიად ორ ამკრეხელობა ვთქვი ხა ძალიან მაგრამ აშენი ბრალი არის მარკესის ბრალია ჩემი მამა უურებს მაპარტიოს მე ჯობა ხო რაღაცა მეთქო რაღაცა ძალიან გვავიცდება ერთი იმას წავიკითხავ წინადადებას მანამდე გაიხსენე ტვინის მასა 60 გრამით აღემატებოდა ინგლისელი კაცის ტვინს. ამაზე ძალიან ვიცინი, აი არგენტინელია სულით მეთქი მივაწერე. ძალიან ის იყოს. აი მაგის მოსმენა მჭირდებოდა დღეს ზუსტად. დღეს გაბრაზებული ვარ მე ინგლისელებზე ძალიან. ხო გეუბნები გუშინ იმ სერიალს ჩაუჯექი მეთქი და ვუყურე და ინგლისელები ძალიან მახინჯები იყვნენ და გაბრაზებული ვარ ინგლისელებზე. მაგარი სერიალია, ერთ მეორედ უყურე გუშინ უყურეთ 1923 ქვია. ვიღაცების გაბრაზებულები არიან დღეს საქართველოში ინგლისელებზე, მაგრამ ცივი წყალი დალიონ. ხო. ისინი არაადეკვატურად არიან გაბრაზებული. ჩვენ გვაქვს არგუმენტები. დიახ. ძმებზე ხომ არ გადავიდეთ. ხო ბიჭო რა. კაი. ესე იგი, ერთი უნდა ვთქვათ, რომ ეს ძმები ამ ძმების გვარი ლათინურად, ანუ ძმები ვიკარიოები არიან და მათი გვარი ლათინურად ნიშნავს შემცვლელს. ვიკარიუს არის ლათინურად. არის ორი ვერსია, ყოველ შემთხვევაში მე რაც შემიძლია ვთქვა. ერთი პედრო და პაბლო ქვია, მე მგონი ერთსაც გადავაცილებთ. მოდი შევეცადოთ რომ 59-ზე დავამთავროთ. მოკლედ, პედრო და პაბლო ქვია ამ ძმებს, ნუ პირდაპირ ესე სახელით და ფონეტიკურად პეტრეზე და პავლეზე გავდივართ, ხო? პედრო, პაბლო, პეტრე, პავლე. ნუ მე პეტრე პავლე. ნუ რა ეგრე მოიხსენიება. არა ვიჯერაც. და მეორე არის მიქაელი და გაბრიელი. ხო. ეხა პეტრეზე და პავლეზე როგორ გავდივართ? გარდა იმ როგავს ფონეტიკური ხო, როგავს. ნუ მაშინ ამ ინტერპრეტაციით გამოდის, რომ პეტრე და პავლე, ანუ რაღაცა ქრისტიანობის გამავრცელებლები თავად კლავენ ქრისტეს, ეგრე გამოდის. კაი. ნუ თუ ცრუ ქრისტეს. ცრუ ქრისტეს? და ესენი არიან ნამდვილი პეტრე და ნამდვილი პავლე? ეგრე? არა, მე ესენი პეტრე და პავლე არ მგონიან, მაგრამ მაგ ინტერპრეტაციით ეგრე გამოდის, ხო, ცრუ ქრისტეს კლავენ პეტრე და პავლე. იმიტომ რომ არაბია, არაბ ქრისტეს კლავენ პეტრე და პავლე. ეგრე შეგიძლია წაიყვანო. ეს რა რასისტული კაი ხუმრობ. კინო. ანუ, ნახე, პეტრე იყო ადამიანი
რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე ახლო ქრისტესთან და მამლის ყივილის თემა უნდა შემოვიყვანოთ ახლა აქ, იმიტომ რომ აქ მე წიგში დავიჭირე მამლის ყივილი ორჯერ. ორჯერ წერია რომ მამლის ყივილი იყო. პეტრემ გაყიდა მესამეზე, ხო? ხო და ეს რაღაც იმას მიტოვებს გაურკვევლობას, ხო, უკმარისობის გზნობას, რომ როდის ყიდის პეტრე ამ ნასარს, ქრისტეს, თუ ქრისტეს ფიგურა. ეს ერთი. მეორე ის არის რომ პეტრე ეწამა იმისთვის რა ქვია, ქრისტიანობისთვის და თან ეწამა ისე რომ ეხლა ვაჩვენებ იმაზე რა ქვია, ჯვრის მაგალითი. აი იმაში რომ საშინელებათა ფილმებში რო აი სატანის სიმბოლო, ხო, ამოტრიალებული ჯვარი. იყენებენ ხშირად მაგას. რეალურად ამოტრიალებული ჯვარი ქრისტიანებისთვის არის პეტრეს ჯვარი, იმიტომ რომ მან ითხოვა რომ ჯვარზე რო აკრავდნენ ამოტრიალებულად გამაგარეთო, იმიტომ რომ აი ესე რო გაეკრათ სწორად ბჭყალებში ქრისტესთან გამოვიდა და თითქოს შედარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა და ძალიან რაღაცა წამებული ფიგურა ქრისტიანობისთვის. და როცა ამას ატრიალებ და გამოდის რომ ეს კლავს ეს პერსონაჟი ქრისტეს, ეგ ცოტა იმას ტოვებს. ეხა პავლეზე რა მინიშნებები იყო რა? პავლეზე მას ჯვარზე არ გააკრავენ, იმიტომ რომ რომის მოქალაქე იყო და თავს როცა მოაჭრიან, თავს მოკვეთენ. სისხლის მაგივრად წამომარძე და ეს ძმები იმალებიან პერსონაჟის ფარდულში კლოტილდე არმენტასთან. ეს ფარდული არის რძის. ეგეც იქ რომ მამალი იყო, აქ ჯდება რძე რა. ოღონდ, კაი, გავიგეთ რომ ესენი არიან პეტრე და პავლე. მაშინ რა გამოდის? აი საბოლოო ჯამში რა გამოდის? რომ თითქოს ესენი მაშინ ბორხესივით გამოდის, როგორც ყაინმა და აბელმა ერთმანეთის მოკლის, მაგივრად მოკლის ღმერთი, მამა ღმერთი, აქ გამოდის რომ კონტექსტისთვის მოთხრობა უთხარი რომ შემოჭრილი ქვია მოთხრობას. და პეტრე და მაშინ გამოდის რომ აქ ორი მთავარი ესე ვთქვათ წამებული ქრისტიანობისთვის პეტრე და პავლე პირიქით კლავენ თუცრუმესია იცავენ მაშინ იმას და იქ გამოდის რომ მაშინ ქალიშვილობის რაღაცა ღირსება იმ კულტურულ წარმოდგენაში როგორც არის იმას იცავენ და შესაბამისად ქრისტიანობას ან არის რომ თუ ნამდვილი მესია მაშინ ქრისტიანობის ისტორიას ატრიალებს თლიანად რა და ტოვებს იქ სადაც ხო მაინც გამეცად რომ ტოვებს იქ სადაც პავლე არის ურწმუნო და ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლი თავიდან ეგრე იყო ხო და პეტრეც ეჭვების მდგომარეობაში და გაყიდვის მდგომარეობაში ტოვებს. მაქსიმალურად ადამიანად. კაი, მაშინ მიქაელ და გაბრიელს ვიტყვი. მოკლედ ორივე არის მთავარანგელოზი. მიქაელი არის ედემის მცველი ხმლით ხელში, იცავს ბაღს ადამის, ევასა და მათი შთამომავლობისგან. რო არ დაბრუნდნენ მცველია რა. და მან დაამარცხა ლუციფერი. გაბრიელი მთავარანგელოზი მას მოიხსენიებენ მიიჩნევენ სიკვდილის ანგელოზადაც და ღვთის მარცხენა ხელადაც მოიხსენიებენ. იოანეს გამოცხადებაში წერია, რომ გაბრიელის საყვირში ჩაბერვით ამცნობს კაცობრიობას სატანის მეფობის დასასრულს. მიქაელისგან განსხვავებით უშუალოდ არ მონაწილეობს სატანის მკვლელობაში. აქედან გავდივართ იმაზე, რომ პაბლო არის მიქაელი, იმიტომ რომ ინიციატორია მკვლელობის და ეკაჩება პედროს, რომ წამო მოუკლათო და პედრო არის გაბრიელი, რომელიც ფეხს ითრევს და არ უნდა რომ მოკლას რა. ეს არის მეორე ინტერპრეტაცია, რომლითაც გამოდის, რომ რაღაცა მთავარანგელოზები არიან და ეს უფრო ძველი ახლა. მთავარანგელოზები შეცდნენ და მოკლეს საწყალი კაცი. ხო და მოკლედ აი ძალიან ინტერპრეტაციებში ჩავიხვალე. ხო, აი მე ჩემი წარმოდგენით ეგრე დავაგდა შემცვლელი რო არის ვიკარიო, აი ეგ რას ნიშნავს. პეტრე პავლეზე გამოდის, რომ ბუნება შეიცვალა. ხო. და მთავარანგელოზებს არის ღმერთის ბრძანების შემცვლელი. ხო, ღმერთის ბრძანება შეცვალეს. რომ ეშმაკის ნაცვლად არა, შემცვლელი არა, ნახე, მაგალითად როგორც დროებითად არის ვიღაც თანამდებობაზე, მაგალითად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. აი ეგეც შემცვლელია. და იმას კი არ ცვლის სხვანაირი გაგებით პოზიციას. ხო, აი ეგ არის შემცვლელი. ამის საქმის შემცვლელი ესე ვთქვათ. აი რა გავიგიათ. ხო და აი ამ ძმებზე მოდი მაყურებელს მივანდოთ, როგორც მეტამორფოზაზე ის სამი ტიპი რო იყო და ხო მივანდეთ. თქვენ დაფექტით. აგერ ბატონო 40 წამში მორჩეთ, იმიტომ რომ 1 საათი რო იქნება იქ დაწერილი, მე ნაკლებად გახსნით. კი. ხალხო, გამოიწერეთ ჩვენი არხი. თუ გინდათ რომ წიგნი მოიგოთ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დააკომენტარეთ. და შევხვდებით შემდეგ კვირას.
შევესწრებით რომ ნელ-ნელა სტუმრები მოვიყვანოთ, თქვა პატიეთ ამდენი ხანი რომ სტუმარი არ გქვა. ნარატორი არის სამყაროს თვალი. აუ, მაგაზე საერთოდ არ გილაპარაკე. და ნარატორი გავს Hightower-ს აგვისტოს ნათელიდან. მაგედან აქ მოდელი აღებული დიდი ალბათობით. აუ, ძალიან. და არა სანდომთხრობელია და რეალურად თუ გაითვალისწინებთ რომ არა სანდომთხრობელია, ტექსტი სრულიად საპირისპირო ტრიალდება და გამოჩნდება ყველაფერი, რასაც დავაი. ყველაფერი რასაც წერი არის არასანდო და ან უნდა დაიჯერო, ან არ უნდა დაიჯერო, ვერ გაიგებ მაგას და მაგ კონტექსტში თუ მიყვები, მე შეგიძლია შეკითხვები დასვა, რომ პირიქით ანუ რა ხდება. ანუ ერთი მიმართება გაქვს, რომ დაუჯერო და ნასარი კეთილი პერსონაჟი აღმოჩნდეს, რომლის მიხედვითაც ოკეი, არაფერი დაუშავებია და ტყუილა კლავენ. მეორე მიმართებაა, რომ პირიქით დაიცა იქნება ხო არ გვატყუებს ეს ნარატორი და ნასარის გამართლება ხო არ უნდა და შემთხვევით მართლა ეგრე ხო არ მოხდა ყველაფერი და მართლა თუ ეგრე მოხდა ყველაფერი ძმების ახსნაც მართალი გამოდის. ვიცი, ეგრე როგორ? როგორ ეგრე? ან მართლა დამნაშავე ხო არ, მართლა ხო არ იმას, მართლა ღირსება ხო არ ახლა და მართლა მოსაკლავი ხო არა. თუ მართლა მოსაკლავია და მართლა ისეთი კაცი თუ არაა, როგორადაც ნარატორი წარმოგვიჩენს მას. ანუ გათახსირებული თუ არა რეალურად ნასარი. ხო. მოვიცი, იქნება მართლა მოსაკლავი იყო, შემოძმო. მაშინ მოსაკლავი იყო და მართლა ეს ვიკარიოები არიან დამცველები იმის? მაგრამ ის როგორ აიხსნება მე რომ ვერ ეძინებდნენ და ანუ სოციალურ კონტექსტშიც თან რა შეცვალეს? ან წესრიგის აღდგენის როლი. კულტურულ წესრიგს დარღვევისგან იცავენ. ხო. პოლიციის შემცველები არიან, შემცველები. ხო. მან დარივეში. ვინცაც წესით, ვისაც ევალება რომ სიკვდილში აჩეროს, პოლიციელი, ექიმი, მღვდელი, ვერავინ ვერ აჩერებს. ვერა. რატო ხდება ეგ? იმიტომ რომ როლები ეგ ხო რეალურად მაგითი ერთი ამ სოციალურ კონტექსტს მარკეტში გვეუბნება რომ რეალურად როლები არასწორადაა საზოგადოებაში გადანაწილებულა და ეგრე საერთოდ არ უნდა იყოს გადანაწილებული, იმიტომ რომ უბრალო ადამიანს უკეთესად შეუძლია მაგ ყველაფრის გაკეთება და ცოტა გამოფხიზლდით რა, როლები სწორად არჩიეთ ადამიანებმა. ანუ ეგ მინიშნებაა რა. და მეორე არის უფრო მეტაფორული კონტექსტით, უბრალოდ ის არის რა, სიკვდილის ელემენტი ჯერ არ არის შემოსული და ნასარის სიკვდილის მერე შემოდის სიკვდილის ელემენტი რეალურად. მაგამდე არ არსებობს. იმიტომ რომ ძმებს მაგამდე არ ეშინიათ რომ ვიღაცა მოკლავს მაგათ იმის გამო რომ მოკლავენ, აი ნასარს რომ მოკლავენ მაგის მერე აქვთ ეგ შიში რომ ეხა არაბებმა არ მოკლან, ან საწამლავია ის საწამლავის რო ეშინიათ საჭმელში რომ საწამლავი იყო რომ ანუ ეგ ელემენტი მერე შემოდის რა სიკვდილი. აი, ოკეი. მთხრობელზე რისი თქმა შემიძლია მე? ესე იგი, ეს ჯერ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ნაწარმოები, რომელიც დაწერილია ერთი ადამიანის პერსპექტივიდან. ანუ აი, მაგალითად, კლასიკური რომანი 19 საუკუნის ადგა და აი მოყვა ავტორმა ეს ამბავი. ეგრე არ არის რა. თან ანუ ერთვება ამის სიტყვა, იმის სიტყვა, ის პერსონაჟი ამას ფიქრობდა, იმ პერსონაჟმა ეს მითხრა და თან ეს ძალიან უსტატურად გადადის. ეგ ახასიათებს მარკეს, მაგას პატრიარქის შემოდგომაში შვება, აი გიჟე დონეზე, აი რაღაც ცნობიერების ნაკადი, როგორც ააწყო, ვერ მიხვდები ვინ ყვება, როდის ყვება, რას ყვება და საბოლოო ჯამში ერთი კაი ამბავი ყვება. აქაც იგივენაირადაა დაახლოებით. იქ ცოტა უსტატურადაა, მაგრამ აქ ანუ უსტატურობაზე არ არის, იქ სხვა მეთოდი აირჩია, აქ სხვა მეთოდი. აქ არის უფრო ფსევდოდეტექტიურ, გამომძიებლურ ჟურნალისტური მეთოდი. მარკესი თავად იყო ჟურნალისტი, ანუ კარიერა ჰქონდა ჟურნალისტური და რამდენიმე ავტორი წერს, რომ ესო მთხრობელიო, თავად მარკესიაო რა. არ არის ვიღაც პერსონაჟიო. და მაგის იმად მოყავთ, რა ქვია ის თუ რაც ქვია ამ პერსონაჟის ცოლს. მერსედეს ბარჩა. ანუ რაც მარკესის ცოლს ერქვა რა, ანუ თავის ცოლის სახელი აიღო და არქვა მთხრობელის ცოლს. აი, ეგეთი გოინი წერენ. და აი, ხო, მაგას წერენ, მოდი აქვე ვთქვათ, ჰარტი და ზაიდი და თუ რამე ესე რა ქვია. პრეტენზია გაქვთ გაუშვით. იმითკენ შეიძლება მე ჩვენც არ ვეთანხმებით ბანძს. ოღონდ ხო, ანუ ეს არის ანუ მესმის კარგია, მაგრამ ზოგადად განსაკუთრებით პირველ პირში რო წერენ, ეგ ემართება მკითხველს რო. აიგივებენ ავტორს მთხრობელთან და არა, ანუ აქ არის პერსონაჟი, რომელიც მოგვითხრობს. ერთი რაც მომეწონა არის, რომ თითქოს ეს გამომძიებელი, ანუ მთხრობელი არის თავად ის, ვინც დააკარგინა ქალიშვილობაო ანხელასო. ხო, აი ხა ბრაზილიური. აი, უცრეთში ეგ უნდა მეთქვა. ხო და ნახე, მომენტში გამისწორდა, მაგრამ მე მეთქი. არა, იმიტომ რომ ანუ მაშინ რა არის შენი აზრით მოტივი, რატო იძიებს ამ საქმეს? ხო და აი ესენი ამბობენ, რომ უნდაო რომ თავისი დანაშაული გადაფაროს იმით, რომ რაღაცა შეკრული საქმე და ხო და 30 წლის მერე მაგას იზავს მეორე დღესვე, მესამე დღესვე. ხო. 30 წლის მერე არაკეთებენ ხალხი, რომ შინდისმაში აწუხა, აი რას ლაპარაკობ. ამჯერად მაგის. იმაზე რა სიტყვის? მომწონს ძალიან მაგარი.
ამ ტექსტზე ეგრე ვარ ძმაო, ნებისმიერ გვერდს დაადეხენ უწოდ პერსონაჟი, აი ძალიან მაგარი პერსონაჟი იყო. აი ალბათ ტოპ. სერვანტესი რო იყო, მეძავი ქალი. რას ფიქრობ? მეძავი ქალი, მაგარი ქალი. მე მგონი გაითიშე ხა. მე გავითიშე. აი ეს არის ჩემი საყვარელი პერსონაჟი ამ იმაში, რა ქვია, მარია ალეხანდრინა სერვანტესი. და ეს არის ქალი, რომელიც არის მეძავი, საროსკიპოს მეთაური, მამაშა ჩვენებით, ხო. და მასთან სიარული უყვარს აი მე მგონი უყვარს სიყვარულს გულისხმობ ნასარს და თან მთხრობელიც დაძვრებოდა როგორც თვითონ წერს ამ იმასთან რა ქვია. უბრალოდ აი მე მიყვარს ძალიან მარკესის ქალი პერსონაჟები რა. ყველა არის გათახსირებული. არც ერთი არ არის ჩვენი აი ქართველი კაცი ცოლად არც არ მოიყვანდა, მაგრამ აი ტოპ პერსონაჟები ყავს, აი რო კითხულობ სიამოვნებს. აი ზუსტად რა, აი ისე აღწერს ევროპელ ქალებს არ გვანან ესე პუწუ რაღაცები. ხო, აი ეგრე არ არის. ბანკეტზე წამიყვანი რაღაცა გამიცეკვე. აქ არის რომ დანით გამოგეკეთე, გამოჭრე ბიჭო ყეო. ხო. მაგარი ქალები არის. კი, ძალიან მაგარი ქალი პერსონაჟები არიან. ხო და რავი, რაზე არის შენი აზრით საბოლოოდ ეს მოთხრობა და დავამთავრებ. მორალი მოთხრობა თუ არის ეგეთი რაღაც რა. რაც გინდათ გიქნიათ, როგორც გინდათ გიცხოვრიათ. ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის ის რომ თუ ვინმე მოსაკლავად მოგდებთ, დროზე ადრე გაიგეთ ეგ ამბავი, რომ მიხედოთ საქმეს რა. მეტი არაფერი. მარკესთან მორალი ვეძიე და რაზია ტექსტი. ლამაზი ტექსტი მარკეს უყვარს ბიბლიური სიუჟეტების გადათამაშება და ადამიანური მომენტების ახსნა რა რეალურად აქ მნიშვნელოვანია ნასარის პერსონაჟზე დაკვირვება რომ რა განცდები აქვს სიკვდილამდე სიკვდილის მოახლეების გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა ხო მაგიტო ქვია რომ რეალურად მიუყვებით ნასარის განცდას სანამ მოკვდება სიკვდილის პროცესში და სიკვდილის მერეც კი რა მარკესი კარგად გამოწვევს სიკვდილის მერეც კი ვიცით რას გრძნობს რა ანუ ტექსტით შეგვიძლია განვიცადოთ ნასარის სიკვდილის მერე განცდები და ანუ ეს უბრალოდ მთელი სილამაზე არის ადამიანური მასშტაბი მაგ პროცესში როგორ ვლინდება რა ძალიან ლამაზია. იმიტომ რომ სიკვდილის პროცესშიც მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად გაიხსნა კინაღამ, ანუ ნაწლავები გადმოუვიდა, გათახსირდა როგორც ფიზიკური მდგომარეობა, მაინც ინარჩუნებდა თავის იმას რა, მედგარბუნებას. რომ ეს სახლში შესვლასილებს, ანუ იმ სახლში უნდა დაბრუნება, რომელიც სახლის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რაღაცა ჩამოიფერთხავს იქიდან იმეებს, ნაწლავიდან რა. თავს, ხო. თავის სახლის საკუთარი ორგანიზმიც არის. ზუსტად კი. არა მარტო ფიზიკური. კი. აი, მე დავამთავრებ იმით, რა ქვია, მთხრობელის ისა თარგმნელის ქალბატონი ელზა ახვლედიანის რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მთარგმნელია ყველაზე დიდი იმიტომ რომ თქვი რომ ჩემი ქართულის მასწავლებელი გამახსენდა შეცდომაო საქართველოში მე რო ვკითხულობდი ხვდებოდი რომ აი ორიგინალს ხო არ მაქვს წაკითხული მაგრამ ხვდებოდი რომ აი ძალიან მაგარი თარგმანია რა აი ძალიან მაგარი თარგმანია და იმას უსმენდი რაღაც ინტერვიუებს მოусმინე ელზა ახვლედიანის და ერთ მომენტში ამბობს ეგეთ რამეს ლიტერატურა თხრობის ხელოვნებაა და არა მხოლოდ ამბავიო აი ეგეთ რამეს წერს არილზე იდო მისი ინტერვიუ და ზუსტად მაგის თქმა შემიძლია ამ ნაწარმოებზე რომ ანუ რეალურად ამბავი ვიცით რაც მოხდა მაგრამ როგორ მოგვითხრობს მწერალი მოდი ადექი და წაიკითხე და მაგით უნდა ისიამოვნო როგორც ვკითხავ ეგეც ხო კიდე ბერძნული გავლენა ამბავი. ეგეც ზუსტად ბერძნული იდეა და ძალიან მომწონს მე ეგეთი. და კიდე ერთი თარგმანზე ლაპარაკობდა და ამბობს რომ ყოველ თარგმანში ვეძებ მუსიკასო. ხო. და ხო მარკესი ნამდვილად მუსიკალური პროზაიკოსია და თარგმანშიც აშკარად არ არის დაკარგული ეს მუსიკალურობა. ამიტომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ელზას და უფრო მეტად უნდა დავაფასოთ მთარგმნელები, იმიტომ რომ მკითხველებს გვიჭირთ ზოგადად მთარგმნელების აღქმა. ხო. ეგ არის და ეგ. მადლობა ხალხო, ვინც აქამდე შემორჩით, იმიტომ რომ იშვიათია აქამდე შემორჩეს ხალხი. სამაგიეროდ ყველაზე ისეთი სნობი და ჩვენიანი მაგას გულისხმობ. კაი ხალხია რა. მადლობა გათამაშებაში მიიღეთ მონაწილეობა აუცილებლად. ამომაღლოთ საზოგადოებაში წიგნერება თუ შეიძლება და ხალხს მეგობრებს უბიძგეთ რომ მეტი და მეტი წაიკითხონ რა. ჩვენ მარტოობის წელიწადზე ჩამოვგამოგო 2 საათი. წიგნების ფესტივალზე კი 2 თვეშია, მაგრამ მოდით. ახლა ჩვენ ვაორგანიზებთ. აბა რა, გუშინ წინ დაანონსა და გახარებული ვარ. მართლა? თარიღი გუშინ წინ დაანონსეს. დაანონსეს რა შასტყობს ხმარო. დაანონსეს. ხო და აბა თქვენც მშვიდობიანი დღე ამ იმას გადაურჩით როგორმე თოლს
ეს რა ამინდებია. ამ ამინდებს როგორმე გადაურჩეთ და მე გვეშველება. მოდის გაზაფხული. თოვლი რო წავა ვაშველება. აყვავდება როცა ნუში. აი